საღამოშტობისა მოგესალმებით ყველას. გილოცავთ დამდეგ ნათლისღების დღესასწაულს და მოკლედ დღევანდელი საუბრის ჩვენი თემა. როგორც გითხარით ადრე, ისე იგი ჩვენ განვიხილავთ 6 მდგომარეობას ადამიანისა. და ჩამოგითვლით კიდევ ერთხელ, რა მდგომარეობებია ეს 6 მდგომარეობა, რა მდგომარეობა ადამიანისა, რომ მე ჩვენ მოკლედ ეს გავიაზროთ. სანამ ჩამოვთვლიდეთ, ერთ მნიშვნელოვან რაღაცაზე კიდე ჩამოყალიბდეთ, აბა რომ წარამძღვრება გავუკეთოთ, რომ მართლმადიდებელი სწავლების, ანუ ზოგადად ეკლესიაში მართლმადიდებელი სწავლების მთელი საფუძველი არის ერთი რამე. ეს არის ადამიანის კურნება. ანუ თუ როგორ ხდება ღმერთისა, როგორც კურნალის შეხვედრა ადამიანთან. ანუ და ამ შეხვედრის დროს, როდესაც ადამიანი ღმერთს ხვდება, რა ემართება ადამიანს, როგორ იკურნება ის. ანუ მთელი მართლმადიდებლური სწავლება, წმინდა წერილიც და მათ შორის მოკლედ მერე წმინდა მამათა მთელი გარდამოცემაც და მთელი სწავლებაც 2000 წლოვანი ეკლესიის გამოცდილება არის მხოლოდ ერთ რამეზე. ადამიანმა, რომელმაც ღმერთი დაივიწყა, ადამიანმა, რომელმაც უღმერთოდ იცხოვრა, როგორ დაუბრუნდეს ის ისევ ღმერთს და აი რომ დაუბრუნდება ღმერთს და ეს შეხვედრა რომ მოხდება, ამ შეხვედრის დროს რა მოსდის ადამიანს და როგორ იკურნება. ანუ მთელი მართლმადიდებლური სწავლება არის ერთ რამეზე, ადამიანის კურნებაზე. სხვადასხვა სარწმუნოებაში, სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაში, ცოდვა არის ესეთი, აი კანონიკური სახე აქვს, ანუ აი კანონიკური სახე, რომ შენ დააშავე რამე, როგორც სახელმწიფო კანონები მოქმედებენ, ხო, დააშავე რამე, ამ დანაშაულის მერე უნდა მოკლედ მიიღო სასჯელი ამის გამო. ან არის ხოლმე ეთიკური მომენტი, ხო, ანუ არის კანონიკური და ეთიკური ნორმები, მხოლოდ აქამდე მიდიან სხვადასხვა რელიგიები და ასეც არის ხოლმე მოკლედ რაღაცა გარკვეული ცოდვის მერე სასჯელიც არის შესაბამისი და აი მაგალითად ისე იგი ძველ აღთქმაშიც ესე იყო, ხო, თვალისაწილ და კბილისაწილ და მრავალი არის ესეთი მოყვანილი ის, რომ ადამიანმა თუ ეს გააკეთა, მაშინ მან ესე უნდა მიეზღოს მას და ასე შემდეგ ვიღაცა ქვითჩაქოლვას იმსახურებდა რაღაცა სხვადასხვა ცოდვების გამო და დღესაც არის ეს მოკლედ ესე რომ ვთქვათ ისლამში არის ესე დარჩენილი, რომ ისე იგი შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანს მოკლედ ისე იგი გაუსწორდნენ ისე რომ მოკლან კიდეც მოკლედ რაღაცა სასჯელის გამო. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია მოკლედ უყურებს ადამიანის სულს და ის არის მისი მთავარი დანიშნულება არის არა პირველ რიგში ნახეთ, არა კანონიკური და ეთიკური ფორმა ცოდვისა, არამედ როგორც საკუთარ თავზე მიყენებული ჭრილობა და მისი განკურნება. ანუ ეკლესიას უნდა განკურნოს ადამიანი სულიერად და აი მაგალითად მარიამ მეგვიპტელისგან, ხო, მარიამ მეგვიპტელისგან აქციოს, ანუ ძველი მარიამ მეგვიპტელისგან, რომელიც მოკლედ 14 წელი საშინელი ცხოვრებით ცხოვრობდა, აქციოს წმინდა მარიამ მეგვიპტელი, ხო? ისე იგი მოსეშავისგან აქციოს, ისე იგი წმინდა მოსეშავი, ხო? ყაჩაღი მოსეშავისგან აქციოს, ისე იგი წმინდა მოსეშავი, ხო? ისე იგი უამრავი ესეთი ისა გვაქვს, ეხლა კვიპრიანე, ისე იგი მოგვისგან, რომელიც მკითხავი იყო და ასე შემდეგ, განკურნოს და აქციოს მაგალითად წმინდა კვიპრიანე, ხო? ანუ ეკლესია არის, რომ ადამიანში დარღვეული ხატებრიობა, ანუ ღვთისხატება აღადგინოს, განკურნოს და დააბრუნოს ადამიანი ისევ იმ გზაზე, რასაც მოკლედ მაცხოვრებელი გზა ქვია, ხო? ანუ ისე იგი ცოდვა ადამიანში არის, უდავუყუროთ მაკურნებელი პერსპექტივით, რომ ცოდვა არის განსაკურნებელი. ეკლესია ასე უყურებს მხოლოდ და მხოლოდ ცოდვას. და ეს არის სნეულება, ხო? და სნეულება თუა ის, რა თქმა უნდა, ამიტომაც საჭიროებს კურნებას. ცოდვა არის სნეულება, რომელიც საჭიროებს კურნებას.
და კურნება რა არის, ხო, კურნება ერთი მთავარი კურნება არის, რომ ადამიანის ეგოიზმი გარდაიქმნეს სიყვარულად. ანუ ეგოიზმი ადამიანისა გარდაიქმნეს სიყვარულად. აი ეს არის მოკლედ თავისთავად კურნება ადამიანის. ეხლა ჩამოვთვალოთ ჩვენ რაც მაშინა ვთქვით, ეს 6 ფორმა და დღეს ერთ მათგანზე მოკლედ მოგვიწევს საუბარი, ხო? 6 რა ფორმა არის? ანუ რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი, რომ არის საკურნებელი. ანუ 6 მდგომარეობა გამოიყოფა და ამ 6 მდგომარეობიდან რომელიღაცაში ვართ, ან შეიძლება რამოდენიმეში ერთად ვიყვეთ. შეიძლება დილით ერთ მდგომარეობაში იყო ადამიანი, საღამოთი სხვა მდგომარეობაში იყო. ანუ სხვადასხვა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი, ხო? და აი ახლა ჩამოვთვალოთ ესენი და თქვენ თვითონვე შეხედეთ ამ თქვენ მდგომარეობას, ხო? ან ოდესღაც იქნებოდით ამ მდგომარეობაში. ან ეხლა დღეს შეიძლება ამ მდგომარეობაში არ ახართ, მაგრამ ჯვარიწერია ადამიანი შეიძლება ჩავარდე ამ მდგომარეობაში. ამიტომ დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის. ამიტომ ესენი თუ გვეცოდინება ჩვენ თავისთავად, ხო? ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი თვითკურნებას შევძლებთ, ხო? ანუ სანამ ისე იგი ექიმთან ვიხარ ადამიანი და სანამ სასულიერო პირთან ვიხვალ, ისე იგი თქვენ მიხვდებით ამას, მე რა უნდა გავაკეთო, ხო? იმიტომ რომ ისე იგი ჩემთვის მნიშვნელოვანია სულის კურნება და ჩემთვის მნიშვნელოვანია ცხონება. თუ ეხა ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის და თუ ადამიანი მარადიულობაზე არ ფიქრობს, თუ ადამიანი ცხონებაზე არ ფიქრობს, ანუ ცხონებაზე არა ისე რომ მინდა ცხონება, არამედ როგორ მივახციო ცხონებას, როგორ განვიკურნო, ანუ კურნება მინდა, მე ღმერთის პოვნა მინდა, ღმერთთან შეხვედრა მინდა. და აი ამაზეც მოკლედ თავისთავად ჩვენ ვისაუბრებთ, რა არის ღმერთთან შეხვედრა, ხო? ანუ გეტყვით რომ სულის ცხონება ეხა ნახეთ როგორ არის ადამიანმა საკუთარი სული უნდა შეიყვარო. იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის, ანუ თუ ადამიანის რაც გიყვარს, იმისთვის დებ თავს. შეუძლებელია ადამიანს არ გიყვარდეს სამი და იმისთვის თავი გაწირო. და ანუ ადამიანმა ღმერთი უნდა შეიყვარო, რომ მისთვის თავი გაწირო, მაგრამ ღმერთი რო შეიყვარო, ჯერ საკუთარ სული უნდა იპოვო, რომ ადრეც გითხარით, აღარ გამეორდები, რომ სული არის ის ჩვენში არსებული ის ნაწილი, რომელიც ღმერთს ცნობს, სადაც ღმერთთან შეხვედრა ხდება, სადაც ღმერთი მოდის, სადაც ჩვენი კურნება აღესრულება ზოგადად, ხო? წინა საუბარს გადახედეთ ყველამ და მიხვდებით. ამიტომ აი ესეთი ძველახმაში არის ესეთი ნათქვამი, რომ ნუ ისე იგი წაიყვანთ ადამიანს, ისე იგი ომში, ნუ წაიყვანთ ადამიანს ომში, თუ კი მან ცოლი მოიყვანა და მასთან არ აქვს ნაცხოვრები გარკვეული პერიოდი. ნუ წაიყვანთ ადამიანს ომში, თუ კი მან სახლი ააშენა და ამ სახლში ნაცხოვრები არ აქვს რამოდენიმე წელი. ნუ წაიყვანთ ადამიანს ომში, თუ კი მან ვაზი დარგო და იმ ვაზისგან არ აქვს მოღებული ნაყოფი. ანუ რატო წერია ახლა ეს, ხო? ანუ ცოლზე როა საუბარი, სახლზე და ვაზზე, რატოა საუბარი, ხო? ანუ რაღაცა უნდა მიყვარდეს, რომ მაგის გამო მე თავი დავდო. აი დღეს ჩვენ ადამიანებს ანუ გვიჭირს, ანუ ჩვენ სიყვარული არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ნამდვილად შეყვარება რაღაცისა და აი მე გვიჭირს ამისთვის თავგანწირო. აი ხა ვსვათ კითხვა, სამშობლო გვიყვარს? სიყვარული თუ არ ვიცი ადამიანმა, ვერც სამშობლოს შევიყვარებ, ვერც ღმერთს შევიყვარებ, ვერც სახლს შევიყვარებ, ვერც ოჯახის წევრებს შევიყვარებ, ვერაფერს. ანუ სიყვარული ან ვიცი ადამიანმა, ან არ ვიცი. და როგორც ვიცი ეს სიყვარული, ისე მიყვარს მე ყველაფერი, ანუ ღმერთიც და დანარჩენი ყველაფერი რაც ჩამოვთვალე. ამიტომ თუ ჭეშმარიტი სიყვარული არა მაქვს მე, ანუ ღვთაებრივი, ანუ ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც სახარებაში აქვს მოცემული ადამიანს, მაშინ ადამიანი თავს ვერ გაწირავ ვერაფრისთვის. აი ხა მამები გუშინ ვესწრებოდი ერთ-ერთ ლაივს, მოკლედ რაღაცა ჩვენი მეგობრები არიან მამები და რაღაცა საუბრობენ ქვეყნის სიყვარულისთვის, მართლა აწუხებთ ამ ქვეყნის ბედი, ამ ქვეყნის რაღაცა ყოველდღიურობა და ძალიან ისე იმათ რა ქვია, კარგი, ნაყოფიერი საუბარი იყო, მაგრამ იქ ვიღაცა მოკლედ კომენტარებში შევიდა, როგორც აქ ჩვენთან შემოდის ხოლმე თემის განსხვავებით რაღაცას მოკლედ იტყვის. შევიდა ადამიანი და მოკლედ საუბრება ასეთ რაღაც იქეუნება, რომ აი თქვენა უღდლებსო ბიზნესი გაქვთო და მათგან ახლა არც ერთს ეგ არ აქვს. მიხვდით არა, აი რაღაცა
არაკონტექსტურად ადამიანი შემოواردება და ის თითქოს სამშობლოსთვის იბრძვის ისიც. მე სამშობლო თუ გიყვართ ესე, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ადამიანი იმ ადამიანმა არ იცის, ანუ სამშობლო სიყვარული რა არის, არ იცის. ხო და ამიტომ აი ჩვენ სიყვარული ხშირ შემთხვევაში ისე იგი არ გვაქვს. და ამიტომ ნახეთ როგორ არის თუ სიყვარული არა გაქვს, ნურაფრის შეცვლას მოეცდებით. ანუ სიყვარული თუ არა გაქვთ, ნურავის და ნურაფრის შეცვლას მოეცდებით, იმიტომ რომ დაამახინჯებთ ყველაფერს. თუ ადამიანი გულითადაც არ გიყვარს, ანუ ნუ დაიწყებ მის შეცვლას და თუ გიყვარს, მაშინ ისე იუველირივით დაიწყებ მისთვის ზრუნვას, რომ მნიშვნელობა კი არ, ანუ ის კი არ იქნება მნიშვნელოვანი, ის შეიცვალოს. მნიშვნელოვანი იქნება რომ შენ კარგად იყვე, არამედ მისთვის იქნება ეს ყველაფერი. და იმდენად მშვიდად, იმდენად წყნარად, იმდენად კარგად დაფიქრებულად გააკეთებ ადამიანი ამას, იმდენად სიფრთხილით გააკეთებ ადამიანი ამას, რომ მაშინ შენც კარგად იქნები და ის ადამიანის გამოკეთდება. ამიტომ ჩვენ აი სიყვარული, როდესაც არა გვაქვს არც სამშობლოსი, არც ღმერთისა, არც ოჯახისა, ზოგადად სიყვარული როცა არ ვიცით, ამიტომ ამ გულიდან გამომდინარე ვცდილობთ რამე შევცვალოთ. და ამიტომ არასოდეს არაფერი არ გამოგვივა, ამიტომ ერთი სიმანხიჯე შობს მეორე სიმანხიჯეს. მე ის სიმანხიჯე ისევ სხვა სიმანხიჯეს და დაბადებს, იმიტომ რომ შობს. ანუ იმიტომ რომ სიყვარული სანამ არ იქნება ის, რომელიც ღვთაებრივი არის, ადამიანი არასოდეს არაფრის შეცვლას არ უნდა შეეცადო. ოჯახის წევრის შეცვლასაც არ შეეცადო ადამიანი თუ კი ის გულითადად არ გიყვარს. ანუ თუ ქრისტეს მიერი სიყვარულით არ გიყვარს ადამიანი, ან სამშობლო, ან ისე იგი ნებისმიერი რამე რაც გარშემო გაკრავს, არასოდეს მისი შეცვლა არ განიზრახო. ერთხელ ამაზე თქვეს, რომ ვიღაცა ადამიანი იძახდა, რომ აი წირვაშიო ეს არის შესაძლებელი და ის არისო შესაძლებლიო და ერთმა გამოცდილმა ადამიანმა უთხრა, რომ შეიყვარე ჯერო ღმერთი, შეიყვარე ღვთისმსახურება გულწრფელათო და აბა მერე ცადე რომ რაღაცა შეცვალო და როდესაც ამ ადამიანმა ანუ მართლა ისე იგი შეიყვარა ღვთისმსახურება, მაშინ რო კითხეს, არაო თითქოს არაფრის შეცვლა აღარ მინდაო. ანუ იმ თავარი დაინახა, თავარი სიყვარული, რაც უნდა შეეყვარებინა, ის დაინახა და უკვე მისი შეცვლაც უკვე მას არ უნდა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ აი ეს სიყვარული არ აგვაქვს და ამ სიყვარულის გარეშე ვცდილობთ ხოლმე ყველაფრის შეცვლას და კურნებაც არ ხდება. ამიტომაც ნახეთ, ეკლესიას კი აქვს მაკურნებელი ძალა, ეკლესიას კი აქვს მაკურნებელი ხასიათი, ეკლესიას აქვს მთელი მისი საფუძველი კურნებაშია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისე იგი კურნალები ვერ გამოვდგებით ხოლმე, ჩემით ამადობით, ხო? ეკლესია კი არის კურნალი, მაგრამ მე არ ვარგივა როგორც კურნალი, იმიტომ რომ მე სიყვარული არ შემიძლია. მე არ შემიძლია ადამიანს ისე დაველაპარაკო, მე არ შემიძლია ადამიანს ისე უთხრა, რომ ის განკურნო. ანუ ეგოიზმი, თავმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, საკუთარი თავის განდიდების სურვილი ადამიანში ჭარბობს. და ამიტომაც, როდესაც აი ამ დამახინჯებული გულის მდგომარეობით იწყებ ადამიანი რაიმე შეცვლას, უბრალოდ შეუძლებელია რამე შეცვალ და ამიტომაც არაფერი არ გამოგვდის. აი ხშირ შემთხვევაში არაფერი არ გამოგვდის. ამიტომ მაინც ძალაზე ვართ ხოლმე, აი რაღაცა ძალაზე, აი არიან ხოლმე ხშირად, ყველა იმუქრება თან. ანუ ყველაზე საინტერესო რა არის, ყველა იმუქრება. ანუ ყველა მუქარის ტონით ლაპარაკობს. აი სოციალურ ქსელში შეხვალ და ყველა მუქარით ლაპარაკობს. აი შენ თუ ამას არ გააკეთე, ანუ ნახავ და გავადრო და თქვენ მოკლედ ესე გიზავთ, ის გამოვა და იძახისო თუ ესე იზავთ, ნახავ ჩვენ გამოვალთ ესე ვიზავთ, ყველა იმუქრება. ანუ მიხვდით, შეცვლა უნდათ ადამიანებისა, ადამიანების ანუ სულიერი მდგომარეობის შეცვლა უნდათ, ანუ მათი აზრზე რო იყვნენ ადამიანები, რომ ისინი ნამდვილად სწორად საუბრობენ, ანუ ვინც არ გინდა იყოს, ხო? ვინც არ გინდა იყოს, თუ სწორად საუბრობენ და მუქარით საუბრობენ. და ახლა ადამიანს რო ემუქრა, ანუ შენ ხო ის არ გიყვარს არა? გამო მუქარისენით საუბარი ხო არ არის, სიყვარულით საუბარი, ხო? სიყვარულით საუბარს გასგულისხმობ, განა სიმართლე არ უნდა უთხრა ადამიანს. ნამდვილად სიმართლე უნდა უთხრა, მაგრამ კიდე გეუბნებით, როდესაც სხვარი მოყვარული ადამიანის, ანუ როდეს ადამიანს, რომელსაც სიყვარული აქვს, თუ სხვაგვარად მოქმედებს, ანუ სხვაგვარი არის მოკლედ მისი თავისთავად მოქმედება და ამიტომაც აი ჩვენი პატარა ქვეყანა ჩვენ წინაპრებს ვიხსენებთ ხოლმე და ჩვენ წინაპრებს ესე უყვარდა ჩვენი სამშობლო.
ჩვენ წინაპრებს აი მთელი გულით და სულით უყვარდათ, ანუ ღვთისმცნებას ახსოვებდნენ, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი ყოვლითა, გულითა, სულითა, ძალითა და გონებითა შენითა და მერე მოყვასიც უყვარდათ როგორც საკუთარი თავი. ჩვენს წინაპარს ღმერთი უყვარდა დედაზე, მამაზე, ცოლზე, შვილზე, აგარაკზე, სამშობლოზე მეტადაც უყვარდათ, ანუ სამშობლოზე მეტად ღმერთი უყვარდა და ვინც ჩემს სიყვარულში მყოფობსო, ხო, ვინც ჩემს სიყვარულში მყოფობსო უფალი ძაღის, ხო? ანუ ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შემდეგ ყველაფერი გააკეთო, ანუ ნებისმიერ რამეს შეძლებსო, ნებისმიერი გრამის გაკეთება შეძლებსო, ვინც ღვთის სიყვარულში მყოფობს და აი ეს ღვთის სიყვარულში მყოფობა უნდა ვისწავლოთ ჩვენ და როგორ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიყვარულში მყოფობა? თვითონ არის ქრისტეს სიყვარული, ამიტომ ღმერთი უნდა იყოს ჩვენს გულში. და თუ ადამიანის გულში ღმერთია, მაშინ აუცილებლად კურნება უნდა აღესრულოს მისი და აი დღეს ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. ანუ ხშირად არის ხოლმე აი დღეს როგორ არის, იცით? აი ხან ათლისღება მოდის და ბარე გეტყვით, აი დღეს ჩვენ იმხელა ისინი გავიარეთ ახლა რაღაცა ეს 30 წელი გავიარეთ ეს სარწმუნოებრივი ცხოვრებისა და აი რომ დაგიშვათ კითხვა მაგალითად, ვინ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი? ანუ თქვენ იტყვით, ვინც მონათლულია, ხო? ნუ აშკარად, რა თქმა უნდა, ამას ხო ვერ უარყოფ ადამიანი, ხო? მაგრამ მე გეტყვით, მართლმადიდებელი ადამიანი ის, ვინც აი ამ სულის კურნების გზაზე დგას. კი, რა თქმა უნდა, ისიც არის, ანუ ამაში კი ვერ შეგედავება ვინმე რომ რაღაც მონათლულია და რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ დავაჯერეთ ადამიანები. წლების განმავლობაში ჩვენ, ისე იგი, სასულიერო პირებმაც და იმათაც მოკლედ დავაჯერეთ ადამიანი. მოუნათლეთ რაღაც, მოუნათლეთ ადამიანი, მოინათლა წავიდა, ისე იგი, ისევ ადამიანი თავის ცხოვრებით ცხოვრობს, ზოგი ანუ მძიმე ცოდვებს ჩადის, ზოგი ანუ ყველაფერი ასაც აკეთებდა, იმას აკეთებს, ანუ სამშობლოს მოღალატია, რავი, აი ყველაფერს აკეთებს, ანუ ქვეყანას ყიდის, სამშობლოს ყიდის, იმას ყიდის, ამას ყიდის, მიწას ყიდის, ყველაფერს ყიდის, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანია. გამიგეთ, აი სადამდე მივედამ ჩვენივე დაშვებული შეცდომები დღეს ცხვირში გვხვდება ჩვენ. ანუ ეს არის ჩვენ ცხვირში გვხვდება ესენი, იმიტომ რომ ჩვენ მათ დავარქვით, ანუ დავარქვით რა, ანუ უთხარით რომ შე რაღაც მონათლული ხარ, მაშინ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ. ხო და რთული ამაზე საუბარია, მე ვიძახი ასეთ რამეს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ის ადამიანი, ვინც აი ამ კურნების გზა, ანუ საკუთარი სულის კურნების გზას ადგას და ღმერთთან შეხვედრას ცდილობს. და თუ ეს ადამიანი ამას აკეთებს, მაშინ ღმერთია მასში, ანუ სიყვარულია მასში, მას უყვარს ქვეყანა, მას უყვარს ოჯახი, მას უყვარს მოყვასი ზოგადად და ის უკვე სხვანაირი ადამიანი და სხვაგვარად შეუძლია მან რომ ისე იგი თავისთავად იცხოვროს და სხვანაირად ანათებს. სხვანაირად, მისი აი როგორც სახარებაში წერია, ესრეთ წინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას. აი ესეთი ადამიანების შემხედვარე, როგორათაც ისინი იქცევიან თავისი ქვეყნის სიყვარულში, თავისი ოჯახის სიყვარულში, ადამიანის სიყვარულში ზოგადად, ანუ წვრილმანებშიც კი როგორ იქცევიან, აი მაშინ რო ხედავ, ანუ ღვთის დიდებას წარმოთქვამენ, ანუ ღმერთის დიდება აღმოხდება, რომ დიდება შენ და ღმერთო როგორი მოკლედ ადამიანია ეს ვინც შემხვდა მე ჩემს გზაზე და ესეთი ადამიანები, ანუ ნახეთ როგორ არის, ნელ-ნელა ნაკლები არის საზოგადოებაში. რატო? იმიტომ რომ ნამდვილი ქრისტიანული სულისკვეთება რაც არის, საკუთარი სულის კურნება ყველაზე რთული საქმეა, ყველაზე ძნელი საქმეა, ყველაზე თითქმის აი არავის არ უნდა ამის კეთება, იმიტომ რომ სხვა რაღაცა უფრო ადვილია ვიდრე ამის კეთება და ამიტომ არავის არ უნდა ამის გაკეთება. ხო და აი შენი ქვეყნისთვის და შენი სამშობლოსთვის ამ გზას უნდა დაადგე, იმიტომ რომ სიყვარული ისწავლო, ღმერთი შემოუშვას შენს გულში, მაგრამ ადამიანს სხვაგვარად ურჩევნია, ანუ სხვა ფორმით ურჩევნია, რომ რაღაცა ემსახუროს, სხვადასხვა ფორმით ემსახუროს მოკლედ სამშობლოსაც, ესე იგი ღმერთსაც და ადამიანსაც, ისე როგორათაც მას სურს. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ თუ კი ამ გზას არ ვადგებით, თუ კი ანუ სულის კურნების გზას არ ადგება ადამიანი, მაშინ ვერ მოსთხოვ იმას, გამიგეთ. ანუ რამდენიც გინდა მოსთხოვ, ვერ გააკეთებს ხარისხიანად ვერაფერს, ვერაფერს შეგიცვლის. ამას ჩვენ ვერ ხვდებით უბრალოდ. ადამიანს ამას ვეუბნები, ხო, რომ შენ თუ კი შენ თვითონვე არ იცვლები, ვერაფერს შეცვლი გარშემო, ვერც ქვეყანაში, ვერც ისე იგი მით უმეტეს მსოფლიოში, ვერც საკუთარ თავში თუ ვერ ცვლი, ვერც ოჯახში შეცვლი, ვერსად ვერაფერს ვერ შეცვლი. მამები პირდაპირ იძახიან, აი სერაფიმე საროველს მიაწერენ ამ იმას და
ესია ნათქვამი, რომ მოიპოვე სულიწმინდის მადლი შენ და შენს გარშემო გადარჩებიან მრავალი. ანუ განიკურნე შენ და შენს გარშემოც ბევრი განიკურნება. ამიტომ კიდევ ვიძახი, უკურნებელი ადამიანი ეს არის ავადმყოფი ადამიანი. ავადმყოფი შეიძლება ფიზიკურად არა და მისი მუსკულატურა ძლიერი იყოს, მაგრამ სულიერად არის ავად ადამიანი. ანუ მას არაფერი მარადიული მცნებებთან რაც არის დაკავშირებული, მამული, ენა, სარწმუნოება და ანუ ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის ის. შეუძლებელია მან შექმნას რაიმე გარკვეულწილად ღირებული და ეს გვჭირს საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ, რომ დღეს ჩვენ რაღაცა დავიჯერეთ საკუთარ თავში, რომ ესეთები ვართ, ისეთები ვარ და სინამდვილეში ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ანუ მიხვდით, ნელ-ნელა თუ დავაკვირდებით, ნელ-ნელა უკან ხშირ შემთხვევაში მივიდივართ. ეხლა ჩამოვთვალოთ, გადავიდეთ, მეტი გადახვევას აღარ გავაკეთებ, სრულად მოკლედ ამ კურნების პირველ მოკლედ ეტაპზე დავიწყოთ საუბარი, ხო? ისე იგი 6 ეტაპი. დაიმახსოვრეთ ეს კიდე კარგად და მოკლედ გავუდგეთ გზას. ანუ პირველი ეტაპი არის, რომ ზოგიერთი ცოდვის სამსახურშია და არ ფიქრობს განთავისუფლებას. ეხლა უამრავი ადამიანია, რომელიც ცოდვაში ცხოვრობს და არც ფიქრობს. ეხლა რასაც ჩამოვთვლი ეს ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი კი არა, ვინც ეკლესიის გარეთ არიან. მე ჩვენ საუბრობთ ეკლესიის შიგნით. ანუ ადამიანები, რომლებიც ეკლესიის შიგნით არიან, ამხსარებლები, მაზიარებლები არიან, მაგრამ ამავე დროს ცოდვის სამსახურში, ცოდვას ჩადის. ჩადის ცოდვას ყოველდღიურად, მაგრამ არც კი ფიქრობს ამისგან განთავისუფლებას. იმიტომ რომ მოკლედ რა ქნას, ესეთი ვარ, ეს არის ესეთი ვარ და რა ვქნა, ეს არის ამის მდგომარეობა, ადამიანის მდგომარეობა. მეორე არიან ისეთი ადამიანები, ვისაც სურს განთავისუფლება, უნდა ცოდვისგან განთავისუფლება, განკურნება უნდა, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას. ამის გაკეთება ვერ ახერხებენ. ამაზეც ვისაუბრებ და რატო ვერ ახერხებენ და რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომ მოახერხონ ეს. ზოგიერთნი სათნოებას მოიპოვებენ, განიკურნებიან ცოტა რაღაცა, გახსოვთ ფიზიკურ კურნებაში როა ცოტა უკეთრო იგრძნო თავს, ბოლომდე არ მიყავს ადამიანს მერე მკურნალობა და მოკლედ უფრო მძიმე ცოდვაში ვარდებიან, უფრო მძიმედ ავადდებიან მერე ადამიანები. ეს მესამე ნაწილი არის. ცოტას მოიკეთებენ თუ არა, ამაზე ვისაუბრებთ, ცოტას კურნება რა არის და მერე რატო ვარდებიან უფრო მძიმე ცოდვებში, ხო? არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სრულყოფილების გზას ადგანან. ეს უკვე ძალიან მძიმე შემთხვევაა, ხო? როდესაც ადამიანს გონია, რომ უკვე სრულყოფილ მდგომარეობაშია და მას ისე იგი აღარაფერი აქვს შესაძლებელი, რამდენი ვინახია ესეთ მდგომარეობაში, ეს ძალიან ისეთი მძიმე მდგომარეობაა, ხო? მეხუთე მდგომარეობა ზოგი ტოვებს, მიდის რაღაცა ნაწილს გაივლის ამ განკურნების ნაწილს, რაღაცა სიკეთისკენ წავა და მერე იღლება ადამიანი, აღარ მინდა მოკლედ მე, ეკლესიურობა თუ ეს არის, მე არ მინდა, მე მეგონა სხვა რამე აქვს, ისე იგი მე მეგონა რომ აქ ჯამთელი ვიქნებოდი, მდიდარი ვიქნებოდი, კაი ბედი, კარგი იղბალი, მოკლედ ესენი დამაჯერეს მითხრეს ესენი და თურმე ესე არ ყოფილა, აქედან გამომდინარე მე აღარ მინდა მოკლედ ცოტა გზა გავიარე, დამღლელია ეს ცხოვრება და ამიტომ აღარ მინდა ეს ცხოვრება და მერე მეექვსე ნაწილია, მეექვსეა კიდე ისე ზოგი ისე იგი სათნოებით ცხოვრობს, კურნების მდგომარეობაში არის, მაგრამ ეს სათნოებასაც ბოროტების მიზეზად აქცევს. ბოროტების მიზეზად აქცევს რა. ეს არის ხოლმე ადამიანი ხშირად კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ რო იტყვიან ხოლმე, ოღონდა ჩემი ჭირიმე, შენი არაფერი არ გვინდაო, ხო? ხშირად ოჯახში არიან ხოლმე ქრისტიანი ადამიანები, თითქოს ყველაფერს რაღაცა ისე ასრულებენ, მაგრამ ამათ ეუბნებიან ხოლმე, ოღონდა ჩემი ჭირიმე, ისე იგი ისი აკეთებ მაგ ყველაფერსო, ისე იგი კარგს უკეთებ ადამიანს, მაგრამ ისე იგი მისი გაკეთებული არაფერი არ გინდა, იმიტომ რომ ხან ყვედრება იცის, ხან ის იცის, ხან ეს იცის და ამასაც გავარკვევთ რა მდგომარეობა ზოგადად. ეს 6 მდგომარეობა, რომელზეც მოგვიწევს საუბარი, დღეს პირველ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ და გუშინ, წინა საუბარში ვთქვით, რომ ცოდვა არის ეტაპობრივი მდგომარეობა და ისე იგი როგორ შემოდის ადამიანში ცოდვა, ფიქრი, გასაუბრება, ტკბობა, განხურვება, დამონება ცოდვას, დაცემა, სხვისი ცოდვაში დაყოლიება და ერთობლივი ცოდვა. ეს 8 საფეხურს გადის ზოგადად, ცოდველი ადამიანი და ეს ცოდველი ადამიანი ამ 8 საფეხურისგან უნდა განიკურნოს, რაღაცა კურნება. ესე იგი ეს არის ავადობა, ავადობის მდგომარეობა უნდა შევისწავლოთ და შემდეგ ცოდვას მოკლედ თავისთავად ბრძოლა გამოუცხადოთ.
ეხლა რაც შეეხება უკვე კურნების პროცესს, ანუ პირველი ნაწილი, რითიც უნდა დავიწყოთ, ისე იგი როგორიც დუნებაა ეს, რა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ისე იგი ცოდვის ტყვეობაშია, ხო, ცოდვის სამსახურშია და მოკლედ სამსახურშია და არც კი ფიქრობს, რომ განთავისუფლდეს, ხო? ეხლა გახსოვთ ჩვენ დავიწყეთ ისე იგი მარკოზ მონაზონის ისე იგი სულიერი კანონის შესახებ და აქედან ამოგიკითხავთ რამოდენიმე მუხს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს მოკლედ ადამიანის ესეთი მდგომარეობა, რომ ოდესაც ადამიანი ცოდვის სამსახურშია და არც კი ფიქრობს განთავისუფლებას. ამ ძიმე მდგომარეობაა წარმოიდგინე ამხსარებელი, მაზიარებელი ადამიანები არიან, რომლებიც დამონებულები არიან ცოდვას და მოკლედ არც ფიქრობენ ამისგან განთავისუფლებას. სინანულიც კი უკვე აღარ აქვთ ადამიანებს. აი პირველი თავის ესე რომ ვთქვათ მე-15 მუხში მარკოზ მონაზონი ბრძანებს ესეთ რაღაცას, ხო? როდესაც ბოროტება გულის სიტყვების მეშვეობით გონებაში ყოფდება, ნახეთ როგორი რაღაცა, ანუ ამის მიზეზი რა არის პირველ რიგში, აი როდესაც ადამიანი ესე რომ ვთქვათ, ისე იგი ნებდება ამ მდგომარეობას და არც კი ფიქრობს განთავისუფლებას. ისე იგი ნახეთ ბოროტება გულის სიტყვების მეშვეობით. ეხლა მინდა გაგიმარტოთ გულის სიტყვები რა არის. ხშირად ხსმენიათ ადამიანებს და გულის სიტყვები ვერ იგებთ რა არის. ანუ რა დატვირთვა აქვს მაგას. ზოგს გონია ფიქრები არის ესენი და ნახეთ ფიქრები და გულის სიტყვები ერთმანეთისგან განსხვავდება და რა არის გულის სიტყვები და რა არის ფიქრები. გულის სიტყვები არის მოკლედ ეს გულის სიტყვები უბრალოდ არ მოდიან და არ მიდიან. აი ფიქრი როგორ არის, ფიქრი მოვიდა და წავიდა, ხო, რაღაცაზე გაგიფიქრა, წავიდა, მაგრამ გულის სიტყვები არიან ისინი, ნახეთ რა, ადრე რო გითხარით, ნახეთ, გული ისეთ მდგომარეობაშია და ისეთი მაგნიტიგდია ამ გულში, რომ ანუ ის გულის სიტყვები, რომლებიც, ანუ ფიქრები, რომლებიც მიდიან და მოდიან, იმიტომ მიდიან და მოდიან, ანუ მოდიან და მიდიან, უფრო სწორედ რომ ისინი გულში ვერ ჩერდებიან, იმიტომ რომ მათი შემაკავებელი და დამაკავებელი მდგომარეობა არ არის, იმიტომ რომ მასში ეს მდგომარეობაა, გულში ეს მდგომარეობა არ არის. გულის სიტყვები კი არიან ისინი, რომლებიც მოდიან და ყოფდებიან ადამიანის გულში, ანუ შეყოვდებიან ადამიანის გულში და ისე იგი როგორ არის, იცი, ეს ყველაფერი მრავალჯერაც მეორდება, ანუ მრავალჯერ შეიძლება განმეორდეს და არა მხოლოდ განმეორდეს, არამედ მერე შეიძლება მოიცვას მთლიანად ადამიანი და აწუხებს და ტანჯავს მერე ადამიანს. ანუ გულის სიტყვები არიან რა? როდესაც მაგალითად აი ჩვენ რო ვეძახით ხოლმე სუსტი წერტილი, ანუ მე მაქვს სუსტი წერტილი მაგალითად, როდესაც ამაზე საუბრობენ, მე იმ წუთში ეს გულის სიტყვებად იქცევა. მაგრამ არია რაღაცა რომ ვიღაცა რაღაცა სიტყვის ან რაღაცა ფიქრი მოვა, რომელიც ძალიან სწრაფად შემოდის და გადის ადამიანისგან. ეს არის ფიქრი. მაგრამ აი გულის სიტყვები კი არის, როდესაც ადამიანის გულში ამაზე, ანუ ნახეთ, ეს ვნება აქვს ადამიანს, ამ ცოდვას არის დამორჩილებული ადამიანი, ამ ცოდვაზე წარსულში, ან ახლო მომავალში, ან დღესაც ბევრს ფიქრობს და ამასთან აქვს შეხება, ამაზე მსჯელობს, ანუ ესე რომ ვთქვათ, ან ნეფსი თუ უნიბლიეთ, ესე რომ ვთქვათ, უწევს აი ამასთან შეხება და ამაზე აი ეს გულის სიტყვა ადამიანის, ანუ ესე რომ ვთქვათ, გულის ეს მდგომარეობა, მიმზიდველი მაგნიტი გულში გდია, ანუ ცოდვა და ვნება ადამიანში არის, ამიტომაც ის ვნებას და ის ცოდვაც, რომელიც ადამიანის გულშია, იზიდავს ამ ფიქრებს, პირობითად ფიქრები, რომელიც გულის სიტყვებად იქცევიან, იმიტომ რომ გულში პოვებენ ადგილს. და როდესაც ეს ფიქრები და ეს აზრები, რომელიც მოდის გულის სიტყვებად იქცევიან ადამიანში, მაშინ ისინი ყოფდებიან ამ გულში და აი ისინი იწყებენ მოქმედებას ადამიანისა. და არა მხოლოდ ყოფდებიან, შემდეგ შეიძლება მოიცვა მთლიანად ადამიანი და მოკლედ ტანჯავენ შემდეგ ადამიანს. აი გახსოვთ რო არის ხოლმე რომ სუ ამაზე მეფიქრება რა, სუ ამაზე მეფიქრება და ეს კი არ გეფიქრება ადამიანს სუ ამაზე. ეს არის გულის სიტყვები. ანუ გული არის ისე იგი იმ მდგომარეობაში რომ იზიდავს თვითონ ამ ფიქრებს. იზიდავს და ისე იგი გონებაც ესე რომ ვთქვათ მიდის და ეს ფიქრები მოაქვს და ჩააქვს გულში. ანუ ინტელექტუალური ნაწილი, ადამიანის ინტელექტუალური ნაწილი დადის გარეთ ამ ისე იგი ფიქრებს, ისე იგი იღებს ამასთან დაკავშირებულ, რაც
გულის სიტყვები მაქვს ადამიანს გულში, ანუ რითიც არის. ამიტომ ახლა გული უნდა განიკურნოს, ანუ გული უნდა გასუფთავდეს. როდესაც გული გასუფთავდება, გულის სიტყვების თავისთავად უკვე იკლებს და თავისთავად გულის სიტყვებისგანაც თავისუფლდება ადამიანი, იმიტომ რომ აღარაფერი არის ის გამოც ისინი ჩავლენიქ. ანუ ფაქტობრივად ესე რომ ვთქვათ, გულში ესე რომ ვთქვათ, გონებას, ანუ ინტელექტუალურ ნაწილს და მათ შორის გონებასაც უკვე, იმიტომ რომ გონება ადამიანის გონითი ნაწილი სულს უნდა ემსახურებოდეს და ის მიეწება და ბრძანებლად გაიხადა მან, გონებთმა ნაწილმა ბრძანებლად გაიხადა, ისე იგი ინტელექტუალური ნაწილი, გამსჯელობითი ნაწილი ადამიანისა, ესე ინტელექტი და ეს ინტელექტი კიდე არის ყველაზე ისეთი სწრაფი, ყველაზე მოქნილი, ყველაზე თავხედი, ესე რომ ვთქვათ, არ იცის მაგან ზომა და წონა, იმიტომ რომ მისი ზომა და წონა და სითავხედე და ისე იგი ესეთი აგრესიულობა უნდა მოთოკოს გონება. ანუ სულის გონითმა ნაწილმა, ამიტომ გონება არის სულისგან მოწყვეტილი და რაც ამ სულისგან არის მოწყვეტილი, ის არის ამ გამრჯელობით ნაწილში არის მოკლედ დამონებული და ისე იგი დანათესავებული და დამონებული, ამიტომ ჩვენი ინტელექტის გამჩერებელი ძალა არ არსებობს. ეს ინტელექტი მოკლედ თავისთავად დარბის აქეთ-იქით და იღებს აი ამ ფიქრებს, რომელიც შეიძლება იყოს და მოკლედ რაც გულში შეიძლება ჩაიტანოს და მოიტანს და იმას გულში ჩაიტანს ადამიანის გულში და ეს იქცევა თავისთავად გულის სიტყვებად და მერე ტანჯავს ადამიანს. აი შეიძლება ადამიანი ხო გეუბნები იძახის რომ აიმე სულ ამაზე მეფიქრება და მტანჯავს ამაზე ფიქრი და უნდა იცოდეთ რომ რატო ტანჯავს ადამიანს ამაზე ფიქრი. ტანჯავს ერთი რამის გამო, იმიტომ რომ გულში არის ისეთი მდგომარეობა, რომლითაც მოკლედ ის გულის ნაწილი იწებებს აი ამ ფიქრებს, ფაქტობრივად ესე რომ ვთქვათ, ძალიან იმითი გული შეკვეთას აძლევს ინტელექტუალურ ნაწილს, რომ მომიტანე ეს. ანუ ეს ინტელექტუალური ნაწილიც გამოდის თავხედურად, იღებს ზუსტად იმას, რაც მას უნდა. აი ხშირად ფსიქიკური აშლილობაც ეს არის ზოგადად, რომ იცოდეთ, რომ გულის სიტყვები არის, ანუ ფსიქიკა ესე რომ ვთქვათ, ეს ინტელექტუალური ნაწილი ყველაფერს ისე იგი დიდი თვალები აქვს რაღაცა, ყველაფერს იკრებს და ჩააქვს გულში და ეს გულში მერე ხდება ეს მდგომარეობა და ადამიანი მოკლედ რაღაცა სულიერად, ესე რომ ვთქვათ, სულიერ ესე იგი ავადობას განიცდის. ამიტომ ნახეთ, როგორ როდესაც ბოროტება გულის სიტყვებით, მეშვეობით გონებაში ყოვნდება, ანუ როდესაც დაყონდება გონებაში და მერე მოკლედ ეს გულისკენ მიემართება, ნახეთ გულს აუხეშებს, ნახეთ გონებაში ყოვნდება, ის გულს აუხეშებს და ათავხედებს, ხოლო როდესაც თავშეკავებითა და იმედით განიგდება, მაშინ გული შეიმუსრება. ეხლა ნახეთ გული რატომ არ გვაქვს სინანული? ხო, რატომ არ გვაქვს? ეხლა ადამიანი რატომ არის იმ მდგომარეობაში, როგორც თქვით, რომ ნახეთ, ისე იგი ცოდვის სამსახურშია, მაგრამ არც უნდა ამისგან განთავისუფლება, ანუ სინანული არ გააჩნია. რატომ არ აქვს ადამიანს განცდა სინანულისა? იმიტომ არ აქვს ადამიანს განცდა სინანულისა, როდესაც აი ამაზე დღეს რაც გვეუბნება მარკოზ მონაზონი, რომ როდესაც ბოროტება გულის სიტყვების მეშვეობით გონებაში ყოვნდება, გულს აუხეშებს და ათავხედებს, ანუ გულში ჩაავს და გული უხეშდება და თავხედება. როგორიც არის თვითონ თავხედი და როგორიც არის თვითონ უხეში, ის სიუხეშე და სითავხედე, ანუ გულში ჩადის და გული კი ადამიანის, რა ვთქვათ, ანუ აქედან გამოდის, ანუ ადამიანი ფაქტობრივად ის ახარ, რითიც ახარ, რაც ახარ გულით. ხო, ანუ გარეგნულად რაც არ გინდა ადამიანმა ითამაშოს, სინამდვილეში ის ხარ, რაც გულში ხარ. და ამიტომ ნახეთ, უხეში და თავხედი ხდება ადამიანის გული და როდესაც გაუხეშდება და გათავხედდება ადამიანის გული, ის უკვე გათავხედებული და ესე რომ ვთქვათ, გაუხეშებულ გულს სინანული არ აქვს. ანუ სინანული არის მეტანოია, სინანული არის გონების შეცვლა, ცვალებადობა და მას უკვე გონების შეცვლა არ შეუძლია, ანუ შეცვლა, ცვალებადობა არ შეუძლია, ამიტომაც იძახის რა სიტყვებს. რომ ესეთი ვარ და რა ვქნა, მე მეტი ვეღარ შევიცვლები და ადამიანი ეგუება საკუთარ მდგომარეობას. და ნახეთ მე რას იძახის, ხოლო როდესაც თავშეკავებით, ანუ უკვე აქ უნდა დაიწყოს თავშეკავება და იმედი ღვთისა განიგდება, მოკლედ მაშინ გული უკვე იწყებს შემოსვლილობას. ანუ შემოსვლილობა ნიშნავს იმას, რომ დანახვა საკუთარი თავისა, რამდენად ჭუჭყიანია ჩემი გული. რამდენად ეს გული არის სავსე
შენმა ამ გონებამ, ისე იგი ესე რომ ვთქვათ, თავხედმა და უხეშმა გონებამ რამდენი ნაგავი მოიტანა, რამდენი ჩაყარა ამ გულში და შემდეგ ეს გულის მდგომარეობას, როდესაც შეხედავ ადამიანი ფიქრობ, დედა რა დღეშია ეს ჩემი გული, რა მდგომარეობაშია, მოკლედ რამდენი რაღაც ისე იგი საზიანო არის ადამიანის გულში. ამიტომაც არსებობს ასევე ახლა გულის შემოსრულობაზე, ანუ გულის შემოსრულობა არსებობს, ისე იგი ზომიერი და სასარგებლო. ანუ ხშირად ადამიანები როგორ არის, იცი, სინანულიც და მერე აი ეს გონების, როდესაც გულის შემოსრულება იწყება, უზომოებაში ვარდებიან ხოლმე. და აი ნახეთ როგორ არის, არსებობს გულის შემოსრულება ზომიერი და სასარგებლო. ანუ მართლა რომ ადამიანისთვის სასარგებლო იყოს, რომ შემდეგ სხვა ცოდვებში არ გადავარდეს, იმ 6 მდგომარეობაში არ გადავარდეს, არამედ ნამდვილად კურნება დაიწყოს ადამიანის გულისა და რას ამბობ, ზომიერი და სასარგებლო, რომელიც მასში, გულში ლმობიერებას გამოიწვევს. ანუ ლმობიერება ნიშნავს იმას, რომ აი როგორ გითხრათ, იცი, კი ცუდ მდგომარეობაში ხარ, აი ექიმი რო გიტყვის რა, რთულია შენი გულის მდგომარეობა, მაგრამ თუ ერთად ვიქნები, ჩვენ დავამარცხებთ ამას, აი ლმობიერება მოდის ადამიანს, ანუ საღვთო მადლი მოდის, ღმერთი მოდის და თითქოს აი ლმობიერი ხდე, აი როგორ გითხრათ, სასოწარკვეთილებაში კი არ ვარდები და უიმედობაში კი არ ვარდები. აი რაღაცა ლმობიერება, აი როგორ გითხრათ, იცი, აი რაღაც აი ღვინო და ზეთის დასხმა როგორც არის სახარებაში რო არის, ანუ ღვინო და ზეთის კურნების მდგომარეობა მოდის და არა რაღაცა ესეთი უხეში, აი მე დედა რა მეშველება და ადამიანები ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან და ლმობიერებას გამოიწვევს, მაგრამ არსებობს სხვანაირი შემოსრულებაცო, ანუ ზომას გადასული და მავნე, რომელიც გულს მოწყლავს, ანუ გულის მოწყლა ნიშნავს იმას, რომ აი ეს ზუსტად აი უიმედობაში ვარდება ადამიანი, სასოწარკვეთილებაში ვარდება ადამიანი და ერთი მოკლედ ცოდვიდან მერე შეიძლება უარესად მეორე სხვა ცოდვაში მოკლედ გადავარდეს ადამიანი. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავითავისოთ, რაც გულის მდგომარეობაზეა საუბარი და ეხლა როდესაც თუ ადამიანი ამ მდგომარეობაში შენარჩუნდა, ნახეთ რა არის. ისე იგი, როდესაც ადამიანს ბოროტის სული, ისე იგი ცდილობს, რომ მასში, როდესაც არის, ადამიანი ბრმავდება. ანუ დაბრმავება ნიშნავს იმას, რომ ადამიანის, ისე იგი, გულის მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა არის ბრმა და მას არ შეუძლია მოკლედ გაარჩიოს ცუდი და კარგი, ბოროტი და კეთილი და ამიტომ ისე იგი ვერ ხვდება ადამიანის თავის აი ამ სავალალო მდგომარეობას. ანუ როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში არის, ნახეთ როგორ არის, ანუ ყველა კეთილი აზრი, ანუ გონება, ნახეთ, ანუ გონება ისეთ მდგომარეობაშია, რომ კეთილი აზრები ვეღარ მოაქვს. ანუ გონება ანუ მთლიანად მიჯაჭულია, გახსოვთ, აი ფსიქოლოგიაში არის და რაღაცა ის ბევრჯერ ნევროპათოლოგებთანაც ახლა, როდესაც დღეს უკვე განვითარდა დარგები და როდესაც საუბრობ, ანუ ადამიანი სულ ნეგატივზე ფიქრობს. ანუ აი სულ რაღაცა ნეგატივზე, აი რაღაცას ეტყვი ადამიანს და იმაშიც უნდა ეძებოს რაიმე უარყოფითი, ანუ სულ უარყოფითს ეძებს, სულ რაღაცა არ გამოვა აქედან, სულ რაღაცა აი სულ ესეთი აი ნეგატიური ფიქრი აქვს ადამიანს და აი ესე გონება, ისე იგი ბნელდება, გონება ბრმავდება თავისთავად და ის როგორ გითხრათ, იცი, აი მხოლოდ როგორც იმაში როა გახსოვთ, აი ფუტკარი რო გააფრინო ველზე, ფუტკარი რო ველზე გააფრინო და სულ ისე იგი ნაგვით იყოს სავსე და ერთი ყვავილი იყოს, იმ ყვავილს დააჯდება, იპოვის, იმ ყვავილს დააჯდება და ნექტარს აიღებს და მოიტანს და თაფლად გადააქცევს, მაგრამ ბუზი რო გაუშვა მოკლედ აი ამ ველზე და სულ ანუ ყვავილები იყოს, ან ძალიან ბევრი ყვავილები იყოს, ბევრნაირი და ერთი სადმე ნაგავი ეგდოს, იმ ნაგავს დააჯდება, იპოვის იმ ნაგავს და იმ ნაგავს დააჯდება. აი გონება ესეთ მდგომარეობაში ვარდება, იმდენად ატროფირებული ხდება, გულის სიტყვებით არის გაჯერებული გული და ეს გული მოკლედ იწებებს და იწებებს, ანუ კიდე უარყოფითად, ანუ უარყოფით ინფორმაციისთვის აგზავნის, ესე ვთქვათ, და ეს გონება უკვე გათავხედებული, ისე იგი სულაც რო იქ გული უკვე არის ატროფირებული, სული ხომ მკვდარია, წინაზე გელაპარაკეთ, აი სადღაც გდია და ზედაყრია გონებისგან შემოტანილი ეს უსარგებლო ფიქრები და ნივთები, რომელიც მას აქვს და ეს გონება კიდე არ ჩერდება.
ნახეთ, ყველაზე მთავარი რა არისო, ეს გონება არ ჩერდება, გონება რა, ინტელექტუალური ნაწილი, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი გამრჯელობითი ნაწილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც სამყაროს შეიმეცნებს, სამყაროს მიზეზშედეგობრიობას და მას ქვეშევრდომად ყავს, ანუ როგორ ვთქვათ, იცი, მსახურად ყავს გახდომილი ეს გონითი ნაწილი, რომელიც სულ დაემსახურებოდეს, ამიტომ მსახურად დაუდგა ამ ისე იგი ინტელექტუალურ ნაწილს და მოკლედ აი ეს ინტელექტუალური ნაწილი დადის და თავხედი ესე რომ ვთქვათ, ანუ ცოდვის მოყვარული, ანუ რაღაცა, ანუ ის ვინც ვერ არჩევს საერთოდ ცუდსა და კარგს, ანუ ბოროტსა და კეთილს მიდის და მოკლედ აი ეს ნაგავი, რასაც ხვი, აი წუთისოფლისეული საინფორმაციო ნაგავი უყურებს რა, ანუ ისე იგი როგორ გითხრათ, იცი, რაღაცა სიბილწესურს, რაღაცა სულ აი ესეთი აი მისი როგორ გითხრათ, იცი, აი მისი მისწრაფებები და მისი საინფორმაციო ველი არის ზუსტად ეს ნეგატიური ველი და ამიტომ იღებს ამ ნეგატივს, იღებს და ჩააქვს ამ გულში და გამოტენილია უკვე ადამიანის გული და იმდენად ნახეთ ეს პროცესი, ის გონება, რომელიც დაუმორჩილებელია უკვე და გათავხედებული არის, იმდენად მოკლედ უკვე როგორ გითხრათ, მთელი მასა აქვს აღებული ადამიანის სამშვინველის, ანუ ადამიანის მთელი აგებულების მართვა სული მკვდარია და ისე იგი ზედა ამ გონებამ ნაგავი დააყარა, ამ ინტელექტუალურმა ნაწილმა ნაგავი დააყარა ზედ, ისე იგი გული გამოტენა ამ ნაგვით თავიდან ბოლომდე, რომ ის არის ფაქტობრივად განმგე არის ისა, ამ ინტელექტუალურ ნაწილს ახასიათებს ამპარტავნება, ამ ინტელექტუალურ ნაწილს ახასიათებს დიდების მოყვარეობა, აქიბადება, ვერცხლის მოყვარეობა, ყველაფერი აქიბადება, ის ყველაფერი მოკლედ ეს მისწრაფებები რაც არის და ეს გული არის, მე გულის სიტყვათ არის ქცეული უკვე, იმიტომ რომ იმდენია დაგროვილი გულში, რომ გულს სხვა რამე არ უნდა, სხვა რამე არ სურს, მხოლოდ და მხოლოდ ესენი სურს, იმიტომ რომ მისით არის, სავსე ცოდვით არის, სავსე და ცოდვაში კიდე დაკმაყოფილება შეუძლებელია ადამიანს, მეტი და მეტი უნდა და აი ეს პროცესი მიმდინარეობს ცოდვილი ადამიანის აი ამ მდგომარეობაში, რომელსაც როგორც ვიძახით, ხო, ისი არის ცოდვის სამსახურში, რომ გათავისუფლებას ვეღარც ფიქრობს. ანუ იმდენად დაუძლურებულია, იმდენად მისი ეს ინტელექტუალური ნაწილის ისე იგი მონა არის უკვე ადამიანი, მისი ხუთი გრძნობის ორგანოთი, ანუ ამითი ის გონითი ნაწილი ამ ხუთი გრძნობის ორგანოს უბრძანებს, რომ რას შეეხოს, რა დაინახოს, რა იყნოსოს, რა იგემოს, რას მოусმინოს, ანუ ფაქტობრივად ის მართავს თელ აგებულებას და ადამიანს ისეთ საშინელ მდგომარეობაში უკვე როგორ არის, იცი, თითქოს აი თავის დაცვის მიზნით უკვე ადამიანი ითიშება ამ დროს და ხდება როგორ, იცი, აი ტაძარშიც კი დადის, ნახეთ, ტაძარში დადის, შეიძლება ადამიანი აღსარებასაც ამბობდეს, შეიძლება ადამიანი ეზიარებოდეს, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ადამიანი მათ შორის იყოს რაღაცა სასულიერო პირიც კი შეიძლება იყოს ასეთ მდგომარეობაში, ისე იგი ძალიან ბევრი მინახავს ამ მდგომარეობაში, მინდა გითხრათ და ანუ აი როგორ გითხრათ, იცი, უგრძნობელობაში, ანუ ეს იწვევს აი ხშირად როგორ, იცი, აი სახურებაზეც ადამიანი დგას, ანუ წირვაზე, იმაზე დგას, აი ინსტინქტურად, აი რაღაცა ისე იგი უძალოდ არის, ანუ არაფერი რაც წირვაზე ხდება, ანუ მის გულს არ ეხება, იმიტომ რომ ეს გული ძალიან გამოტენილია და გონებას კიდე არა აქვს, ისე იგი გონებას ამ ისე გათავხედებულ და გაამპარტავნებულ ეგოიზმით სავსე გონებას არა აქვს, ამიტომ რომ მთელი ღვთისმსახურება სიმდაბლეა, მთელი ღვთისმსახურება სიყვარულია, მთელი ღვთისმსახურო ტექსტები და არა მხოლოდ ტექსტები, ანუ ტექსტები მიმყვანებელია ადამიანის გულისა, ანუ ისეთ მდგომარეობაში, ლმობიერ მდგომარეობაში, სინანულის მდგომარეობაში, ანუ შემოbrunების მდგომარეობაში, ცოდვის დაძლევის მდგომარეობაში, გულის სიტყვების დამარცხების მდგომარეობისთვის არის მთელი ეს, ანუ მთელი ღვთისმსახურება და ამიტომაც, ანუ ადამიანი როგორ არის, იცი, ღვთისმსახურებაზე კი დგას, მაგრამ მისი გონება და მისი შინაგანი საერთოდ არ ენათესავება ღვთისმსახურებას. ამიტომაც არის, რომ აი წეგან შემდეგ რო ვილაპარაკეთ რამდენია, რომ ადამიანი ხშირად რო არის და მივა სადამდე და გარბის მე ეკლესიიდან, იმიტომ რომ ამას ვეღარ უძლებს, იმიტომ რომ უკვე ფსიქიკა ერყევა ამ დროს ადამიანს, იმიტომ რომ ერთი აქედან აწვევა,
ანუ ღვთისმსახურება აქედან აწვევა და სიმდაბლეს, სიყვარულს, მორჩილებას, ისე იგი ესე ვთქვა გულმოწყალებას, თამდაბლობას, ამას კარნახობს და ეს სული შემოდის ადამიანის შინაგანში, მისი გზნობის ორგანოებიც ამით არის დაკავებული თითქოს, ამიტომ უყურებს ღვთისმსახურებას, ესმის ღვთისმსახურება, მოკლედ თუ ეზიარება ადამიანი, მოკლედ აი მთელი მისი აგებულება, მაგრამ სინამდვილეში მისი გული და მისი გონება საერთოდ სხვაგან არის და ამიტომ ეს გაუცხოება ხშირ შემთხვევაში რაღაცა პერიოდი გრძელდება ხოლმე, რომ ადამიანი უძლებს ამას და მით უმეტეს თუ წლები არის ადამიანი ტაძარშია და ეს უკვე გარკვეულ ჩვევად აქვს, ანუ ნახეთ ჩვევად გადაქცეული, რომ ისე ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს თან ეკლესიაშიც არის და თან დაჩვეულია, რომ კვირას, თქვა შაბათს, ლოცვაზე, კვირას წირვაზე უნდა მივიდეს გარკვეულწილად რაღაცა, ისე იგი ადამიანი ცოდვას არ ერიდება ესე და ანუ შეეჩვევა თითქოს ამ მდგომარეობას და მინდა გითხრათ, რომ აი ბოროტი სულის პირობითად, ხო, ანუ ესე რომ ვთქვათ, აძლევს მას ამის საშუალება. შეიძლება ძალებიც არ მოაკლდეს, იცით ადამიანს, ოღონდ თავარს არ მიხვდეს. ანუ მან არ დაიწყოს სულიერი ცვალებადობა, ანუ კურნება არ დაიწყოს მისი. აი, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ უნდა განიკურნოს და ამ უგრძნობლობის მდგომარეობიდან გამოსვლას დაიწყებს, როდესაც ის იფიქრებს იმას, რომ მისი ანუ ინტელექტუალური ნაწილი მოთოკოს, სულის გამოღვიძება დაიწყოს და სულის ესე რომ ვთქვათ ძებნა დაიწყოს აი ამ ნაგავში, გულში, ნაგავში, რომელიც მოკლედ ამ გონებისგან არის დაბინძურებული და ჩატანილია და გულის სიტყვებად არის ქცეული, ეს ყველაფერი აი ამ ესე რომ ვთქვათ საშინელ დაულაგებელ გულის მდგომარეობაში სულის ძებნას დაიწყებს თუ არა და ადამიანი ცოტა, ისე იგი სინანულის გზის არის, სინანული მეტანოია, გონების შეცვლას დაიწყებს და ანუ აზროვნების, ფიქრების, მისწრაფებების შეცვლას დაიწყებს, აი მაშინ ნახეთ, მაშინ იწყება ხოლმე და აი ხშირად იტყვიან ხოლმე ადამიანები, რომ აი ბრძოლა მაქვს, ხო, მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ეს ბრძოლა მაქვსო და მე ხშირად ყველა იგონებს ხოლმე ამას, ყველა იძახის, აი ბრძოლა მაქვს და მე ვეკითხები ხოლმე ასეთ რამე, მე ვეუბნები ხოლმე ასეთ რამეს, ბრძოლა აქვს იმ ადამიანს, ვინც ისე იგი არ აქვს უпростоრეთ იმ ადამიანს, ვინც დინებას მიყვება, მაგრამ ბრძოლა ვის აქვს, იცი, ვინც გაჩერდება. შენ რო გაჩერდები და მერე შემოbrunდები და არა მხოლოდ შემოbrunდები, არამედ დინების საწინააღმდეგო წახვალ, აი მაშინ შეიძლება თქვა ადამიანს, რომ ბრძოლა გაქვს და ამას ხვდები შენ, რა ბრძოლებთან არის საუბარი, მაგრამ ოდესაც ადამიანი მდგომარეობაში ხარ, ისე იგი ეს შენი გონება, ისე იგი დაჭერილი არ აქვს, სადაც უნდა დადის და უკვე დაჩვეულია, ისე იგი წერა როგორც ვახსენე, ბუზივით დაჩვეულია, რომ ყველა ნაგავს უნდა დააჯდეს და ყველა ნაგავიდან ნაგავი უნდა წამოიღოს, ისე იგი და სულ ახალი და სულ სხვადასხვა ფორმის ნაგავი, ანუ იმდენად არის დაჩვეული, შემოიტანოს, გაიაროს, შეიტანოს გულში და დაყაროს, ისე წავიდეს, შემოიტანოს, დაყაროს და შენ ამას წინა არ უღუდგები. წინ არ აღუდგები და მერე უბრალოდ რამოდ ისე იგი ტაძარში ვერ მოხვედი და წირვაზე ვერ მოხვედი, ანუ ეს არ შეიძლება თქვა ადამიანმა, რომ ბრძოლა გაქვს, აი ბრძოლა გაქვს მაშინ, როდესაც ამის საწინააღმდეგო წახვალ და მერე მიხვდები, რას ნიშნავს სულიერი ბრძოლა. რასაც პავლე მოციქული იძახის, რომ არ არის ჩვენი ბრძოლა ხორცთა და სისხლთა მიმართ, არამედ ჰაერის მცველების, ანუ ეს არის საუბარი, როდესაც სულიერ ბრძოლაზეა საუბარი, ჩვენი ბრძოლა, მთავარი ბრძოლა არისო სულიერი ბრძოლა, უკაცრავად სულიერი ბრძოლა არის მთავარი. ამიტომ აი ამას რასაც გეუბნებით, ხა ეს როგორ არის, იცი, უმეტესობა ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. ანუ ეკლესიის დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მრევლის მდგომარეობა ზუსტად ეს არის, რომ ანუ იმ ესმის, რომ ადამიანი ხშირ შემთხვევაში თქვათ, ათმცნებას არ არღვევს, თქვათ, არ ცოდავს, ისე იგი მძიმედ არ ცოდავს, მაგრამ მის სულში ესე რომ თქვათ, ანუ აზრობრივად, ნახეთ, რას იძახის, რატომ იძახის მაცხოვარი სახარებაში, არა იმან, ვინც იმრუშავ, არამედ ვინც გულის თქმით შეხედა დედაკაცსა, უკვე იმრუშა მისთანავ. არა იმანო, ვინც ისე იგი მოკლავ, არამედ ვინც გარურისხდაო თავის ძმასო, უკეო, ანუ თანამდებია სასჯელისაო. ანუ ნახეთ რა არის, გულის თქმები თუ აქვს ადამიანს, ხო? გულის თქმები თუ აქვს ადამიანს და პირობითად, ანუ ხორციელად არ აღასრულებს იმ ცოდვას, რაზეც საუბრობ,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავისთავად რა მინდა თქვა იცი, რომ ამ ცოდვისგან თავისუფალია. ანუ მასში მრუში გულისთქმების, კვლელობის გულისთქმების, ანუ ის პოტენციური მრუშია. გამიგეთ, ის პოტენციური მკვლელია. აი როგორც წეგან თქვით, ანუ გახსოვთ რო ჩამოვთვალეთ, ხო? ცოდვის ისინი წინა იმაზე, ხო? ანუ ფიქრი, გასაუბრება, ტკბობა, განხურვება, დამონება, დაცემა, სხვისი ცოდვაში დაყოლიება და ერთობლივი ცოდვა. ანუ მასში უკვე, ანუ რაღაცა დონემდე, აი განხურვების დონემდე, დამონების დონემდე უკვე, ხო? დამონებულია ადამიანი, დამონებულია და აკლია ერთი ნაწილი. ერთი ნაწილი აკლია, რომ ის ფიზიკურადაც დაეცეს. ამიტომ ის ხუთი ნაწილი დამონებამდე უკვე გავლილი აქვს ადამიანს. ანუ მასში უკვე აი ეს მდგომარეობა, რომელიც ვახსენეთ, უკვე ისე იგი ფიქრი შემოსულია და ფიქრებს უკვე ანუ ისე იგი არც აქცევს ადამიანი ყურადღებას, გასაუბრება რომ ცოდვაზე, ისე იგი ცოდვასთან ურთიერთობა და ის, ანუ ამაზე დამტკბარია ადამიანი ამ თავისი ესე რომ თქვა ცოდვას ხო თავისი სიტკბოებაა გარკვეულწილად, ხო დამტკბარია ამ თავისი ცოდვასთან ურთიერთობით რაღაცა იმით, ანუ ფიქრებში მხოლოდ და მხოლოდ ფიქრებს გულისხმობ, ხო? ანუ სხეულის განხურვებული აქ ადამიანს რაღაცა მთელი არსებით არის ადამიანი ამ მდგომარეობაში და მონობის მდგომარეობაშია, დამონებულია ამ მდგომარეობას, არ შეუძლია აღარაფრის გაკეთება. უბრალოდ დანარჩენ სამს არ აკეთებს, ანუ არ ეცემა ჯერ კიდე ფიზიკურად არ ეცემა, და შიგნით პოტენციურად უკვე დაცემულია ადამიანი. შიგნით პოტენციურად ადამიანი მზად არის. შეიძლება ელოდება უბრალოდ ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ ესე ცოდოს. ამიტომ თუ შეექმნება მას ხელსაყრელი მომენტი, რა თქმა უნდა ფიზიკურადაც დაეცემა ის და არა მხოლოდ დაეცემა, შემდეგ ისე იგი სხვასაც დაიყოლიებს ცოდვაში და მე ერთობლივათაც ცოდვასაც ჩაიდენს. ამიტომ უფალი რო იძახის, რომ არა იმან ვინც იმრუშა და არა იმან ვინც ანუ გულის თქმა ვისაც აქვს უკვე ამისი, ანუ მასში მის გულში თუ ეს ყველაფერი არის, ის უკვე თანამდებია სასჯელის, ანუ იძახის იმას, რომ მასში უკვე ეს ამბავი ხდება. უბრალოდ აკლია ის, რომ ფიზიკურად ჩაიდინოს. რა თქმა უნდა განსხვავება არის. ეს არავინ არ უნდა ვთქვათ, რომ განსხვავება არ არის შიგნით მდგომარეობასა და როცა ადამიანი ფიზიკურად ჩადის ცოდვას, რა თქმა უნდა კურნების მდგომარეობაა სხვადასხვა. იმის განკურნება გაცილებით ადვილია, ვიდრე უკვე სხეულებრივად დაცემული ადამიანისა, რომელიც უკვე სხვასაც აიყოლიებს ამ ცოდვაში და ერთობლივ ცოდვაში ვარდებიან, აი ეს უფრო რთული განსაკურნებელია, მაგრამ გაკურნება იმისი, რა ქვია, ესე რომ ვთქვათ, ანუ ჯერ გულისთქმებამდე მისული და თუნდაც გულისთქმებს დამონებული ადამიანის მდგომარეობის განკურნება გაცილებით უფრო ადვილია. ამიტომ ისე იგი ადამიანს ამ დროს აი ეს ბოროტის სული ვიზეც ვიძახით თქვათ რაღაცა, ანუ ესე რომ ვთქვათ, ადამიანი კარგავს საერთოდ, ადამიანი კარგავს აი ერთმევ ადამიანს სინანულისკენ მიმართული გზა, ანუ საერთოდ ერთმევ, აი რა არის სინანული, სინანულს ვერ განიცდის ადამიანი, იმიტომ რომ სინანული არის სულში მიმდინარე პროცესი, ანუ იქ, ანუ გულის სიღრმეში რომ ესე რომ ვთქვათ, მიმალულია ის სული და უკვე ესე იგი ადამიანს ზედა აქვს მიყრილი ყველაფერი იმ სულში აღესრულება, იმიტომ რომ სინანული ეს არის ღმერთისა და ადამიანის შეხვედრა და ღმერთსა და ადამიანის შეხვედრა სულში აღესრულება და სული კიდე არის დავიწყებული, მკვდარია თითქმის, გამიგეთ? ამიტომ ადამიანს სინანულის მდგომარეობა თითქმის არ აქვს ამ დროს და დამონებულია, აი უბრალოდ ჩვეულებრივი მონაა, გახსოვთ სახარებაში იძახის მაცხოვარი, რომ ვინც აქნეს ცოდვა, მონაას იგი ცოდვის, ანუ ცოდვის მონობაში ადამიანი თავიდან ბოლომდე და ატროფირებული აქვს, ანუ საერთოდ ატროფირებული აქვს ეს მდგომარეობა და კიდე გეუბნებით, შეიძლება ადამიანი წლები გადიოდეს და ტაძარში იყვეს, ანუ წლები გადიოდეს და ადამიანი ტაძარში იყვეს, ხო? და აი ამ დროს როგორ არის, აი წეღა როგორც ვახსენეთ, როგორ არის, იცი, აი ეს გულისთქმები მოკლედ სულ მუშაობენ და აი მინდა გითხრათ, რომ ესე იგი აი სხვადასხვანაირ ცოდვას ადენინებენ ადამიანს, აი რაღაცა, აი როგორ გითხრათ, იცი, სხვადასხვა ფორმისა, ხან ისე ჩაადენინებენ, ანუ რა მინდა ვთქვა, იცი, რომ ბოროტის სული ესე რომ ვთქვათ, აი ბოლომდე უნდა რომ გაანადგუროს ადამიანი, აი ცხოველის დონემდე დაიყვანოს, გამიგეთ, აი ბოლომდე გაანადგუროს, ანუ ჩაიყვანოს ისე იგი დაცემამდე ბოლომდე, მაგრამ კიდე გეუბნებით, შეიძლება ეს იმიტომაც ჭირდებოდეს ადამიანს, რომ
მისი იმდენად ამპარტავანი იყო შეიძლება ადამიანი, რომ ასეთი დაცემა ჭირდებოდეს. ნახეთ რაზე მაქვს საუბარი, აი მარიამ ეგვიპტელის მდგომარეობა მოგიყვანეთ. შეიძლება მარიამ ეგვიპტელი რომ წმინდანი გამხდარიყო, აი მან უნდა ჩავარდნილიყო. ისე იგი მისი ეგოიზმი და მისი ამპარტავნება მან უნდა ჩავარდნილიყო, რომ მე იქიდან დაეწყო სვლა. ამიტომ ჩვენ როდესაც ამ მდგომარეობაში ვართ, უიმედობაში კი არ უნდა ჩავარდეთ, როგორც ჩვენ აქ მაკა ისე იგი გვასწავლა ჩვენ მარკოს მონაზონმა, არამედ უნდა ისე იგი მთავარი არის, რომ ადამიანმა შეძლო გულის შემოსულება ზომიერი და სასარგებლო კონდეს. ანუ იმიტომ რომ არსებობსო თვითონ იძახის, რომ ისე იგი ზღვარგადასული შემოსრულებაც არსებობს გულისაო, რომელიც გულს მოწყლავსო. ანუ ადამიანს უიმედობაში და შეიძლება თავი მოაკლეინოს ადამიანს ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს ბოროტმასულმა. და ამიტომ ისე იგი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი, აი ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმას, რომ ანუ ვეცემით და სადღაც უნდა იყოს მობრუნების მდგომარეობა. მობრუნების მდგომარეობა უნდა იყოს, ოღონდ უნდა მობრუნდეთ, რა თქმა უნდა, ესე რომ ვთქვათ, აი ისე იგი ზომიერი, ესე რომ ვთქვათ, ხო, გულის შემოსულება, რომელიც ზომიერი და სასარგებლო არსებობს, ხო? ამიტომ არის ხოლმე ხშირად ჩვენ აღსარებაში რომ მოდივართ ხოლმე რომ ვიძახით ერთი და იგივე ცოდვა მაქვს, როგორ უნდა, ანუ აი ესე იგი ვერ თავისუფლდებით მაგ ცოდებისაგან. რატო ვერ თავისუფლდებით, იცით? აი რაც აღწერე ეს მდგომარეობა. ჩვენში უკვე გულში არის გამჯდარი ეს რაღაცეები და გულის სიტყვებად არის ქცეული. ანუ რო შემოდის ეს ფიქრი, ძალიან ადვილად ჩვენს გულში რჩება, ყონდება ჩვენს გულში და არამხოლოდ ყონდება, ის ამ მდგომარეობაში ხშირად ამ მდგომარეობაში ვართ ხოლმე, მოკლედ და მოიცავს ჩვენს გულს, ჩვენი გული აქვს ხოლმე მოცული და ესე იგი მე გვაწუხებს და გვტანჯავს ეს მდგომარეობა. ამიტომ ისე იგი ხშირად ცდილობს, ანუ ესეთი მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ერთი და იგივე ცოდვას ჩადის მრავალჯერ და ვერ ხვდება უბრალოდ რა უშველო ამას, ხო? და ამიტომ ისე იგი როცა ვერ ხვდება რა უშველო ადამიანმა, ვარდება მაგ მდგომარეობაში, რომ ისე იგი არ ფიქრობს ადამიანი უკვე ამისგან განთავისუფლებას, ფიქრობს, რომ მე всё ამისგან ვეღარ გამთავისუფლდები და ამას ვეღარ მოვერევი. და აქ არის ხოლმე ხშირად აი ჩვენი ფიქრია ხოლმე, აბა გაიხსენეთ რაზეა ხოლმე ფიქრი, რომ აი რა მე მიდის ესეთი ისა, რომ რა ისე იგი ისინი უფრო ჩემზე უარესები არ არიან, მე რა ეგეთი ხო არა ვარ, აი ნახე ადამიანები ზოგი მრუშობს და ზოგი იმას აკეთებს, ზოგი ამას აკეთებს და ანუ ადამიანი შედარებას კი არ აკეთებ იმასთან, ღმერთი რას გთხოვს შენ, ქრისტე რას გთხოვს შენ, არამედ შედარებას აკეთებს ადამიანი ვიღაცასთან გარეთ რო არის, ხო, ის ვიღაცა იმას იპარავს, ამას იპარავს, ის მოღალატეა, ის ისეთია და ჩვენ ხო არ უნდა შევედაროთ, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ უნდა შევედაროთ არასოდეს მოკლედ გარეთ ვიღაცას, ხო? ჩვენ უნდა ღვთისმცნების მიხედვით განვიხილოთ საკუთარი თავი და ანუ უფალი რას გვეუბნება, იყავით სრული, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულას. ანუ ჩვენ ღვთისშვილობისთვის ვართ მოწოდებული, ჩვენ ისე იგი ქრისტეს ძმობისთვის და დობისთვის ვართ, ანუ მოწოდებულები და ჩვენ ანუ უდიდესი მოწოდება გვაქვს ქრისტიანებს, ანუ უდიდეს სიმაღლეზე უნდა ავიდეთ და ჩვენ კი ხშირ შემთხვევაში მოკლედ ამაში ვნებდებით ხოლმე და მე გარეთ ვადარებთ ხოლმე ვიღაცებს თავს, რომ ის ისეთია, ეს ესეთია და მოკლედ განვითარება არ ხდება და ამიტომ როდესაც ერთი და იგივე ჩადის ადამიანი, ჩადის ცოდვას, ჩადის, ამიტომ მისი მოკლედ საერთოდ ბნელდება მე მისი გონება, აი დაბნელებული გონება აქვს, ისე იგი ბრმავდება ადამიანი, დაბნელებული გონება აქვს და ცოდვა უკვე ჩვეულებად ექცევა. აი ეს მდგომარეობა უკვე მისი ჩვევა არის, ანუ მისი თვისება, მისი ჩვევა და აი ესე ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ცოდვების განყოფას თუ ავიღებთ უკვე. მდგომარეობა ხო ერთია, სამწუხარო, ანუ გახსოვთ ადრე ვილაპარაკეთ, რომ ცოდვა კონკრეტული ხო ცოდვა, მაგრამ ერთი მთავარი ცოდვა, რომ ამ მდგომარეობაში როცა ადამიანი, ოდესაც გულის სიტყვები და მისი გული არის სავსე ნაგვით და გულის თქმები და გულის სიტყვები, რომელიც ადამიანს შინაგანად აქვს, მოკლედ აი როგორ გითხრათ, იცი ეგრევე შედის და გამოდის, ანუ შემოდის ეს და ეს ნაგავი შემოდის იყრება ადამიანის გულში, ეს არის მთავარი ცოდვა. ეს არის ამარტია, ეს არის როგორ გითხრათ, იცი, სასუფეველის საწინააღმდეგო ციარული. ეს მდგომარეობა, ცოდვის მდგომარეობა, მაგრამ
მერე უკვე ამ მდგომარეობას მოაქვს ნაირფეროვნება უკვე ცოდვებისა, ხო, ადამიანი ვარდება სხვადასხვა გულისთქმები უჩნდება და ეს გულისთქმები მერე საქმეებად იქცევა. უკვე ადამიანი როცა გულისთქმა აქვს და გული ამაშია ჩაჭერილი, ხო, მერე უკვე სხვა რამეს ჩადის. აი მაგალითად ადამიანს როდესაც ამპარტავანია და როდესაც ესე რომ ვთქვათ, გულის ესე რომ აი მრისხანების, ესე რომ ვთქვათ, მრისხანების, არასწორი მრისხანების გულისთქმები აქვს შინაგანი. მერე შეიძლება ვიღაცა სიტყვას ეტყვის, გალანს გავს და შეიძლება ფიზიკურათაც გაუსწორდეს, ვიღაცაც მოკლას კიდეც და საშინელებები ჩაიდინოს. ანუ მდგომარეობა სხვა არის, ამარტიის მდგომარეობაში მყოფნა სხვა არის, როდესაც ცოდვით მდგომარეობაში ხარ ადამიანი, ეს არის მთავარი, ეს არის ამარტია, რასაც ვეძახით, მაგრამ მერე ამ ამარტიის მდგომარეობას უკვე აქვს ცოდვების განტოტვა და განშტოება, ანუ სულ სხვადასხვა ცოდვებს ჩადის და ამიტომ ადამიანი ერთი ცოდვიდან მეორეზე გადადის, მეორედან მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე და ამაზეც ასკეტიკაში, ანუ იოანეს სინელს აქვს ესეთი სახწერილი, რა იწვევს მერე და ფაქტობრივად ადამიანი საერთოდ აი ბნელდება, უბნელდება გონება და ცოდვა უკვე ექცევა ჩვეულებად და აი ადამიანი იტყვის რომ ეგრე არიან ხოლმე, რომ ესეთი ვარ და რა გავაკეთო და ამიტომ წეღარაც ვილაპარაკეთ, ხშირად ადამიანს საერთოდ არ გამოსდის არაფერი. ანუ ასეთი ადამიანი, როდესაც მოინდომებს ასეთი გულის მდგომარეობის მქონე ადამიანი, როცა რაიმე საქმის კეთებას მოინდომებს, როცა ქვეყნისთვის ამის გაკეთებას, ოჯახისთვის ამის გაკეთებას, რაღაცას ინდომებს, ფაქტობრივად ის რაც ღრმა, კიდევ ვიძახი, ისე პირობითად კეთილ საქმეს გააკეთებს ადამიანი, ხოლმე ტაძარში სწავლა, შეიძლება პატივის წეს კიდეც ვიღაცას, სიკეთეც კი გააკეთოს, მაგრამ შინაგანი მდგომარეობა აქვს ადამიანს სავალალო და იმას, რასაც კიდევ ვიძახი, აი ზოგად საკაცობრიო და ისეთი რამე ქვია, რომელიც აი ქვეყნისთვის არის, რომელიც ესეთი არის, რისთვისაც ქრისტიანობაა მოწოდებული, ის ადამიანს არ გამოსდის. და ამიტომაც მე ვიტყვი, რომ ჩვენ ხო თავს ვიწონებთ ზოგადად, რომ აი რაღაცა ისინი ვართ, რაღაცა ისე იგი ძალიან ჩვენი ქვეყანა ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლურია და ესე იგი საქართველოს გაბწყინდება, იბერია გამწყინდება და ასე, მაგრამ აი ამას ვერ ვატყობთ, ანუ ჩვენ ამ ესე რომ ვთქვათ, აი ამ ერთიანი ლოზუნგების უკან, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, აი საქართველოს გაბწყინდება, ადამიანი ამ ლოზუნგის უკან იფარება აი ესეთი, როგორი ჩვენ თქვით. ანუ ეკლესიაში დგას ადამიანი და ამ წლების განმავლობაში ესმის, რომ საქართველოს გაბწყინდება და მოკლედ ივერია გაბწყინდება, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრები ვარ და ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და რაღაც, მაგრამ სხვა კითხვა, შენთან რა კავშირშია ეს? ეს უნდა დასვა კითხვა, შენ რა მდგომარეობაში ხარ? შენ ხო უკვე დაძლეული ხარ, ხო? შენ ხო უკვე წაგებული ხარ, შენ ხო უკვე დამარცხებული ხარ, არა? შენ ხო უკვე, ანუ ფაქტობრივად სულიერი ბრძოლაც კი არ შეგიძლია. რანაირად ვფიქრობ, რომ შენ რამე, ანუ გაიმარჯვებ რამეში? აი ეს არის სამწუხარო, ხა. კი ადამიანები კითხულობენ დღეს, აი რაღაცა იძახიან, აი მაქსიმი ამხსარებელი, აი ესა, აი ისა და მე ვსვავ ხოლმე კითხო, შენ რა კავშირი გაქვს მაგასთან? ანუ ხშირად ადამიანები საუბრობენ სამუდელოებაც ესე ჩვენი, ანუ საუბრობთ რაღაცებზე, მაგრამ ამასთან რაზეც საუბრობ, შენ რა კავშირი გაქვს? ანუ შენთან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს? მაგალითად მაქსიმი ამხსარებელს, მაგალითად იმ დიდ მამებს, რა კავშირი აქვს შენთან? ეხლა ჩვენ თავს ვეუბნები, ჩემთან რა კავშირი აქვს იმაზე ვიზეც, აი მარკოზ მონაზონს რა კავშირი აქვს ჩემთან, ხო? ანუ კიდევ ვიძახი ამას, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ქრისტიანობა ყალიბდება პირადად, შინაგანი რელიგია, ანუ ეს პიროვნული რელიგია, შინაგანად რა ხდება, შენში საქართველოს, ანუ ივერია ბრწყინდება შენში, შენ ღვთისმშობლის წილხვედრად აღიქვა საკუთარ თავს და რა არის ღვთისმშობლის წილხვედრი რო იყო, რას გავალებს ეს ყველაფერი? შენში თუ აღესრულება, მაშინ ხმამაღლა შეგიძლია თქვა, რომ კი გაბწყინდება ივერია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვიქნებით ბევრი, ანუ ჩემი წილი ივერია გაბწყინდება, იმიტომ რომ ჩემში ბრწყინავს, ანუ ესე რომ ვთქვა, ანუ ჩემში ქრისტე მეფობს, ჩემში ანუ ცოდვა მარცხდება, ჩემში სათნოება იმარჯვებს და ამიტომ მე შემიძლია ესე ვთქვა და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როგორც ანუ იძახიან ადამიანები, მოკლედ ისე იგი სიბრმავიდან ცოდვისკენ, ანუ მიდის, ანუ ცოდავს ადამიანი და სიკვდილამდე იტანჯება. აი სიკვდილამდე შეიძლება ვერ გადავიდეს და მე ანუ როგორც აი დღეს
მარკოს მონაზონი იძახის ასეთ რაღაცას კიდე, რომ ისე იგი რამე თუ ის ვინც ამეებში ირჯება, სხვაშიც პოვებს შეწენას, ხოლო ვინც უდებებით და მიდებ-მოდებით ცხოვრობს, აი რაზეც ახლა იძახის, ნახეთ რას წერს, ხოლო ვინც უდებებით და მიდებ-მოდებით ცხოვრობს, სულის სხეულიდან გასვლის დროს აუტანლად დაიტანჯებაო. აი რას იძახის მარკოს მონაზონი, ანუ სიკვდილამდე გრძელდება ხშირად ადამიანის ეს მდგომარეობა, ეს საშინელი მდგომარეობა უგრძნობლობაში გადადის, ხო გეუბნებით, აი რაღაცა ისეთი აი მკვდარია, სული მკვდარია, მაგრამ გარეგნულად ღიმღივებს ადამიანი, აი რაღაცა ისეთი აი ამიტომ არ გვიხარია ხოლმე, აი შეხედავ ადამიანს ქრისტიანობა არ გინდა, არ მოგინდება, იმიტომ რომ სიხარული არ აქვს ადამიანს, სულ რაღაცა მოკუფრულია, მოკუშულია, სულ რაღაცა ანუ რაღაცა აი მართლმადიდებლობაში სიხარული არ გააჩნია, აი სულ რატომ? იმიტომ რომ განა იმიტომ რომ სინანულშია, აი ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანს გონი ამ დროს ადამიანი სინანულშია. სინანულში კი არ არის. გულის მდგომარეობა აისახება მის სახეზე. გულის მდგომარეობაა მის სახეზე, ანუ იმდენად ისე იგი აი ცოდვას, იმდენად ანუ იტანჯება ადამიანი, აი იმდენად როგორ გითხრა, იცი აი უღონო არის ადამიანი, ფიზიკურად ღა არის ცოცხალი, თორე სული არის მკვდარი, აი იმდენად ესე ღია კარის დღე აქვს, ესე რომ ვთქვათ, აი სულში, რომ აი ეს გულის თქმები, ეს გონება, დარბის და ყველაფერი რაც კი საშინელება და უწმინდური და გაფუჭებულია, ყველაფერი გულში შემოაქვს ადამიანის გულში და იმდენად აი გადაღლილია ადამიანი ამ ყველაფრით, რომ ხშირად გარეგნულად რო შეხედავ, ანუ აი რაღაცა გონია რომ სინანულშია და სინანული ეს არ არის. სინანულს სიხარულიც ახლავს. აი მაგ მდგომარეობიდან გამოსვლას რო დაიწყებ, იცით როგორ არის? აი მე ღმერთი მოვიდა, ანუ რაღაცა გამოსვლას იწყებ და ისე იგი იმედი მოდის. ამ დროს აი როგორც მარკოს მონაზონი იძახის, რომ იმედი შემოდის და ანუ აი იმედი მოდის და განიგდება მაშინ გულის აი შემოსულილება აი რაღაცა სულ სხვა მდგომარეობას განიცდი ადამიანი და ხშირად აი დღეს ახლა შეიძლება იტიროს კიდეც ადამიანმა, ცრემლებზეა საუბარი, შეიძლება ტაძარში იდგეს და ტიროდეს ადამიანი, მაგრამ იმიტომ კი არ ტიროდეს უბრალოდ რომ სინანული აქვს ადამიანს, აი დაღლილია ამ მდგომარეობით, არ იცის როგორ გამოვიდეს აქედან და აი მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ისე იგი მრევლის, ესე რომ ვთქვათ, მრევლის უდიდესი ნაწილი აი ამ მდგომარეობაში ვარ და მიუხედავად ამისა, ჩვენში მაინც ჭარბობს ამპარტავნება. ანუ ამ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ამას ხო არ ვაღიარებ, ამას ხო არ ვიტყვი, რომ მე ამ მდგომარეობაში ვარ, ხო? აბა მე სასულიერო პირი ვარ და ეგ ვთქვა კაცო ამ მდგომარეობაში ვარ. არ ვიტყვი, რომ ამ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ თამაშობს ადამიანი, ფარისევლობს და ფარისევლობს ადამიანი, მაგრამ როგორც მარკოს მონაზონმა თქვა, მთელი ცხოვრება შეიძლება ასე აკეთოს ადამიანმა, მთელი ცხოვრება ესე იცხოვროს, მაგრამ ასე მიდებ-მოდებით, ასე იძახის, საოცარი არის, რომ ისე ხოლო ვინც უდებებით, ანუ სიზარმაცით და მიდებ-მოდებით, ისე იგი იცხოვრებს, ასეო სულის სხეულიდან გასვლის დროს აუტანლად დაიტანჯება. აი ყველაფერი, აი სიზარმაცე, ეს მიდებ-მოდებით ცხოვრება ზოგადად, ანუ მაშინ მოვა და აი მაშინ განიცდება ყველაზე მეტად, როდესაც სულის სხეულს განეყრება, ანუ როდესაც ადამიანის გარდაცვალების დრო მოვა და ამიტომ თუ კი გარდაცვალების დრომდე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ამაზე ყოველ შემთხვევაში, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ აი გარდაცვალების დრომდე უნდა მოვემზადოთ, ანუ აი ჩვენ ამ ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ და მე ბევრჯერ გითხარით, რომ ყველა ცდილობს, რომ ამაზე არ გაფიქროს ადამიანი. აი ამაზე კი არ უნდა რომ გაფიქროს, ანუ ყველანაირად ცდილობს, რომ ამას მოგაცილოს, ანუ სულიერ ცხოვრებას ააცილოს ადამიანი და ამიტომ აი ხშირად უფალი აი ამ დროს მოდის ხოლმე აზრით. აი ღმერთი მოდის ხოლმე აზრით, აი სადღაც მოგვაკითხავს ხოლმე, მიუხედავად აი ამ ბინძურ მდგომარეობისა, როგორათაც არ უნდა ვიყოთ, ხშირად უფალი მოდის ხოლმე და აი ეს ამ მდგომარეობას მაინც უნდა დაველოდოთ ჩვენ რა. ხშირად ღმერთი აი ასეთ მდგომარეობაში რომ გვიყურებს, ხედავს, რომ გძნობს, რომ ჩვენ უკვე აი შეუძლებელია, უკვე ადამიანს შეუძლებელია, რომ თვითონ რამე გააკეთოს. აი თვითონ უკვე აი ფაქტობრივად სიკვდილისთვის არის განწირული, სულიერი სიკვდილისთვის აქვე და ზოგადად მარადიულობაში და როდესაც უფალი ამას ხედავს, აი რაღაცა მისი კაცთმოყვარებით და სიყვარულით მაინც მოგვაკითხავს ხოლმე და
აი ეს უნდა გაარჩიო, აი ამ დროს უნდა იყო ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა, ამ დროს უნდა იყო მზად, რომ ისე იგი მის მოსულ აზრს დაემორჩილო. ანუ შენი გონების საწინააღმდეგოდ, ანუ გონების არა ინტელექტისა, რომელიც სულ ბინძურ რაღაცეები შემოაქვს, ხო, ღმერთი, ანუ აი როგორც ყოვლის მყრობელი და რომელიც განჭვრეთ შენში, რომ შენ გინდა მასთან ყოფნა, მაგრამ უბრალოდ უკვე ისე ხარ დამონებული ამ ყველაფერს, რომ შენ თვითონ აღარაფრის გაკეთება არ შეგიძლია, აი ღმერთი თავისი კაცთმოყარებით შემდეგ მოდის, მაგრამ ადამიანი ამ აზრს უნდა დაყვე. აი ღმერთის მოსულ ამ აზრს, რომელიც სინანულისკენ და შემოbrunებისკენ და აი მართლა აი რაღაცა საოცარი ძალა მოდის ხოლმე ამ დროს, რომ დროზე ხარ მზად ეხლა რომ იმას აკნა, მაგრამ რა თქმა უნდა აქ წინააღმდეგობაც მოდის ხოლმე და წინააღმდეგობაც მეტია. აი თითქოს აი სიბნელიდან სინათლისკენ გამოსვლისკენ გვიბიძგებს. აი ეს რაღაცა სინანულს ვკარნახობს ხოლმე ეს ხმა, აი შეინანე თითქოს აი სინანულს ვკარნახობს ხოლმე და სიბნელიდან აი რაღაცა დაბნელებულ სულის მდგომარეობაში, რომელიც მოკუფრული ხარ, აი რაღაცა სინათლე შემოვა ხოლმე, აი უცებ რაღაცა სინათლე შემოანათებს და ისე იგი აი ამ დროს უნდა გავცეთ ჩვენ მას პასუხი. აი ეს არის თავარი, რომ მზად ვიყვეთ ამისთვის, რომ მას მოკლედ პასუხი გავცეთ და აი რაღაც ამ დროს იწყება ლოცვა. აი ამ დროს უნდა დაიწყო ადამიანმა ლოცვა, რომ ერთო რაღაცა ისე იგი ნუ დამტოვებ ამ ცოდვის უკუნეთში. აი ესე შევთხოვოთ ხოლმე ღმერთს, ღმერთო, გვიაზრებ, აი ხვდები ეხლა რა მდგომარეობაში ვარ და ნუ დამტოვებ ცოდვის ამ უკუნეთში და როდესაც ჩვენ ამ მოსულ ღმერთი, რომელიც მოვა ჩვენთან, აი ჩვენ ამას დავახვედრებ და ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ესეთი მდგომარეობა ის სული მაინც რაღაცა ძახილს გააგონებს ღმერთს, რომ აი აქ ვარ მე, ხო? აი მაშინ მოკლედ ისე იგი ადამიანში ეს კურნების მდგომარეობა უკვე შესაძლებელია და იწყება და რა თქმა უნდა აქ სულიერ მოძღვარს, ანუ ესე რა თქვა, სასულიერო პირს აქვს ძალიან დიდი როლი, რომ მან შეძლოს ადამიანის განა დაშინება, ისე იგი განა იმების ის ესე რა თქვა, აი როგორ რა თქვა, იცი, აი რაღაც კიდე ზემოდან დააწვეს, როგორც სიმძიმე ეს როგორ და ეს რანაირად არა, აი როგორც დავიწყეთ აქედან, რომ კურნება ჭირდება ადამიანს, აი როგორც ისე იგი სახიერი მკურნალი როგორც უფალი არის, ეგეთი უნდა გახდეს სასულიერო პირი, ეგეთი უნდა იყოს, რომ ამ კუთხით შეხედო ადამიანის მდგომარეობას და გამოგლიჯო აი ამ ბოროტ მდგომარეობას, აი გამოგლიჯო მართლა აი ამ მდგომარეობას და დაეხმარო ადამიანსო ფეხზე წამოდგეს და ძალიან შველის ამ მდგომარეობას, თუ კი ვინმე ხართ ამ მდგომარეობაში, ძალიან შველის ჯვარცმასთან მისვლა. იმიტომ რომ ანუ აი ჯვარცმა არის ჯვარი, ხო? ისე იგი არა უბრალოდ ჯვარი, როგორც არამედ ჯვარცმა, ქრისტეს ჯვარცმა მასზე და აი ეს ღმერთმა რა გააკეთა ჩვენი სიყვარულისთვის და ჩვენი გამოხსნისთვის და ეს გულის მობიერებას იწვევს ხოლმე, ანუ ალბობს ადამიანის გულს და რაღაცა ეს გონებაც, ეს ანუ აიძულებს ესე რომ ვთქვა გონებას, რომ სულ ისეთ ღრმა რაღაცებზე დაფიქრდეს, რომ ამ დროს გამოღვიძება ხდება ხოლმე ადამიანის, აი შინაგანი სულიერი გამოღვიძება ხდება ხოლმე და ისე იგი აი ჯვარცმასთან დგომა და შეწყალების თხოვნა ქრისტეზე, აი გულწრფელად მოკლედ შეწყალება და შეწევნის თხოვნა ანუ ქრისტეზე, ეს ძალიან ადამიანს ეხმარება ხოლმე ამ ყველაფერში და ამ ბრძოლაში გამარჯვება იცოდეთ, აი ამ მდგომარეობიდან გამარჯვება ამ ბრძოლაში რომ გაიმარჯვო არის ჩვენი აი მოქმედების სისწრაფეზე. ანუ როცა უფალი მოვა საშველად, ანუ როდესაც უფალი მოვა ჩვენ საშველად, ხო, აი ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. აი ხომ ხდება არც კი უნდა მივცეთ დაფიქრების საშუალება, აი რაღაცა თუ იმიტომ რომ ჩვენი ფიქრი და ჩვენი ზრახვები, ჩვენი ეს გამრჯელობითი ნაწილი იმდენად დაავადებულია, რომ ის ისევ გაიტაცებს და ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, აი უფალი რომ მოვა ამ მდგომარეობაში ადამიანთან, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ წავართვათ და გამოგვლიჯოთ საკუთარი თავი, მოკლედ აი ამ მდგომარეობას, რომელიც გულში არის. ანუ
დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ხო? პირველი ეტაპი რაც არის, ეს უგრძნობლობის მდგომარეობა, რომელიც ადამიანში არის და სამწუხაროდ ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი არის დაავადებული ამით და მინდა გითხრათ, რომ არც სასულიერო პირები არ ვართ ამისგან თავისუფლები, იმიტომ რომ ისე იგი არის ისეთი გარკვეულწილად ცოდვები, რომელიც ტრადიციულად, ანუ ტრადიციაში ჩაჯდა და ერთ-ერთ მათგანს გეტყვით, ანუ ეს არის ჩვენი სუფრაზე ყოფნა. სუფრასთან ყოფნა კარგია ზოგადად და ეს ქრისტიანებსაც აქვთ, ესე რომ ვთქვათ, ანუ მრევლს, ესე რომ ვთქვათ, თითქოს ქართულ სუფრაზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, დიდი ტრადიცია და რაღაცა, ქართულ სუფრაზე თუ დათვრება ადამიანი, ხო? თუ დათვრება ადამიანი და მეორე დღეს წილვაზე დადგება, ანუ წილვაზე არის, ხო? ეს არაფერს არ ნიშნავს და ეს ნიშნავს, ანუ როდესაც ადამიანი ამ უგრძნობლობამდე მიხვალ, ისაია წინასწარმეტყველი იძახის, რომ ესე იგიო ფიცხი ღვინო სულს წვავსო. ანუ ესე იგი თრობა, როდესაც თრობა ადამიანის სული იწვება. ანუ სულის დაწვას იძახა, ეს მე არ მithქვამს, ეს ისაია წინასწარმეტყველი იძახის ამას და ამიტომ არის ბევრი ცოდვები, რომელიც ანუ ჩვენ რაღაცა გარკვეული ტრადიციიდან გამომდინარე, აი რაღაცა კარგი ტრადიციიდან, აი ქართული სუფრა და არის ბევრი მსგავსი რაღაცები, რომელიც ჩვენ გავამართლეთ, მიუხედავად აქედან გამომდინარე, გავამართლეთ და მოკლედ თავისთავად ჩვენი ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ნაწილად გავხადეთ ეს ყველაფერი და ამიტომ იქ ვერც კი ვხვდებით, რომ სული იწვება ადამიანის, ანუ სული იწვება ადამიანისა და მე მოკლედ გარკვეული პერიოდის მერე ზუსტად ეწყება ადამიანს ეს სულის სიმძიმე, აწვება სულის სიმძიმე და აი მე მოკლედ ხშირ შემთხვევაში თუ მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე ადამიანები. ამიტომ მინდა ვთქვა ეს, რომ სულიერი ცხოვრება ყველასთვის ერთია. სულიერი კანონის დარღვევა ყველასთვის ერთია. ვინ დაარღვევს, ამას არ აქვს მნიშვნელობა რა. ისე იგი ეკლესიაში რა იერარქიულ საფეხურზეც არ უნდა იყოს ადამიანი, ანუ პირობითად, გარეგნულად ესე ვთქვათ, ხო? სულიერი საფეხურები სხვა არის და რა თქმა უნდა იერარქიული საფეხურები ეკლესიაში კიდე სხვა არის, რა თქმა უნდა ეს უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს, მაგრამ არის ხანდო არ შეესაბამება და ამიტომაც მინდა ვთქვა, რომ სულიერი კანონი მოქმედებს ერთიანად ყველაზე. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ისე იგი როგორც მღვდელზე მოქმედებს, ისე ეპისკოპოსზე მოქმედებს, ისე დიაკონზე მოქმედებს, ისე ბერზე მოქმედებს და ისე მოქმედებს ერის ადამიანზეც, ხო? მაგრამ გარკვეულწილად სხვადასხვა იმები ძალით და სხვადასხვა იმით, იმიტომ რომ აი ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტი მოეთხოვება. ამიტომ ჩვენ ბევრი მოგვეცა, მათ შორის სასულიერო პირებს უფრო მეტი მოგვეცა და ანუ მეტი რა, ღმერთში მეტი ყოფნის საშუალება არის სასულიერო პირობა, უფრო ღრმა, ისე რომ ვთქვათ, ღრმა ლოგოსებში წვდომა არის უფრო მეტად, ღრმა შინაარსში წვდომა არის უფრო მეტად შესაძლებელი და მოკლედ ეს არის საშუალება არის უფრო ღრმად ღმერთთან ყოფნისა და არა თავისთავად რაღაცა გარეგნული პრივილეგია, მხოლოდ არამედ სიღრმეებში, ლოგოსებში, ღვთის სიბრძნეში და ჭვრეტაში უფრო მეტი საშუალება ეძლევა სამღვდელო პირს და რაც უფრო მაღლა არის, რა თქმა უნდა, ისე იგი ეპისკოპოსი, პატრიარქი და ასე შემდეგ. ამიტომ ისე იგი ყურადღებით უნდა ვიყვეთ, ამასთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა ვიყვეთ. და თუ ჩვენ მე ვფიქრობ, რომ სულიერად შევძლებთ გამოფხიზლება და გამოცოცხლებას და ცოდვას და ბრძოლას, ჩვენ უკვე სხვანაირები ვიქნებით და სხვანაირად დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, რაც მათ შორის ჩვენს ოჯახს, ჩვენ თავს, ჩვენს ოჯახს, ჩვენ სამშობლოს, ეკლესიას და ასე შემდეგ. ამიტომაც მოკლედ ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს ყოველი. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. კიდევ ერთხელ შენდობას გთხოვთ ჩემი რაღაცა შეიძლება საუბრისთვის, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება, არ ვიცი, საწყენი, შეიძლება მიუღებელი ყოფილიყოს, მაგრამ საუბრობთ სიყვარულით და საუბრობთ ზრუნვით, რაც მთავარი არის. ერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მრავალ ნათლისღებას დაესწარით ყველა.